ან პირდაპირ ლინიასაც ვიწერ, იმიტომ რომ ამას ნიზები არ აქვს ისეთი რა. Просто ამას ამატებ ცალკე არ ხათ მე რა და სითბოს აძლევს. ამას აქვს ესეთი ცოტა დისტორშენიანი დრაივიანი აქვს საინტერესო ძალიან რა. და თანამედროვე პანჩები ნიზები ცალკე. ეს ავამუშავე და შემიძლია რომელიმეს გადმოგისვათ. იმ ჩაირთო, იმინ ამოქოქილი. დაიქოქა უკვე. ეცა. გავაგონოთ. ხო და რანაირად დაგტიოთ ახლა? არ არის პრობლემა დაწევრებული. შეგიძლია მაგიდაზე შემოწვა ფეხები. არ არის პრობლემა. რავი, ჩართულები ვართ. და გართულებიც ვართ. გართულებიც ვართ უკვე. ისა, მოდი შემოვალ იმით პირდაპირ. შემოთავაზებით Artford 1708-დან 8 არის, რომელიც ალკორიუმში და ვისკის სახლში იყიდება და რავი, თავაზობ რა. ჩვენი შემოთავაზება წვეთოვანებით შეგვიძლია. უარის თქმა არ შეიძლება მეგობრებთან ერთად როგორც სიტყვია. არჩე ბავშვობიდან ხო რაღაც აი უაზრო სცენები ხო გააკ ადამიანს რო გრჩება რომ აი ძალიან მკვეთრად გახსოვს. ძალიან ბევრი სამწუხაროდ უაზრო. ბევრი ოღონდ რას გულს არაფერი მნიშვნელოვანი რო არ არის, მაგრამ აი მაინც რატომღაც რო გახსოვს. იცი რა მახსოვს? ლადოსთან მივედი რა და შენ და ლადო იჯექით. სამზარეულოში ლადოს. და ვისკი გედოთ რა, ოღონდ ეგ გეუნები 30 წლის წინ და როგორი პონტი იყო, რომ ვაუ ვისკი გოზიშვა. და ლადო თქვა რომ არჩე ჩვენო რა რაღაცა ის პონტი გვაქვს ჩვენიო და დათქმული გვაქვს რომ მარტო მე და ძიმკამ უნდა დავლიოთო ეს რა. ხო მე არ მახსოვს ეგეთ. ხო და ის დათქმული და ვისკი უნდა დავლიოთო. მეგობრებს არ უწილად ხო და არ ვიდათ შენ და ლადომ ჩაცალეთ ეგ ვისკი. აი მე არ ვიზამდი მე. შეეშალა. ეგ შეეშალა. მე ეგეთი რაღაცები არ მიყვარს მეგობრებო. არა ბავშვები ჩაოდით $2 არ ახსნა თქვენ ვისკის. ხდება ხოლმე ეთქობა არ ვიცი. ეგ იმას გავს ბავშვობაში. მე ინიციატორი არ ვიქნებოდი ამ ამბავის მინდა თავი და ჯერა მაგისი. ხო და ბავშვობაში ლიმონადზე რო გაგზავნია რო თვითონ უცბად რამე რო აქვს ხოლმე ისეთი რაც არ უნდა რო გაგიზიარო და შენ რო ამოიტანე რაღაცაზე რო გაგაჯმევინები და სანამ ახალ ჩაცლილია რა. არ ვიცი ეგეთი არ მქონია. ეგ ჩაგიტარეს. ო რა ვიცი, მაგ 15 წლის ვიქნებოდი და ალბათ ახლა ამაზე გააფუჭე ახლა ვისკი. ხო ვიფიქრე რომ მაინც ვერ განსხვავებს ჭაჭის და ვისკის გემსა. შენთვის დიდად არ მომავლის არაყი. გახსოვს მომავლის არაყი რა იყო? მე მახსოვს კასპი მახსოვს. ეგ იყო მომავლის. ეგ იყო მომავლის, ხო, ეგ იქნებოდა. კასპი მომავლის მომავალში გაიგებ ეფექტს. არა. ასაკში. ეგრევე რაღაც ტელეპორტირებას გიკეთებ და შეიძლება დაებრიდე შეჩემა. ხო და ისე ვიღაცებს უთქვია სხვა თაობის წარმომადგენლებს თუ თქვენი თაობა ძალიან რადიკალურად განსხვავებული ყველანი გავხართო რაღაც პრინციპი ერთმანეთს. ალბათ ამის რა ქვია მაგარახს? მომავლის არაყის ისენი. ო იყო თან ეგ მომავლის სხვადასხვა გომი და რაღაცა. ისე ჩვენ ყველაზე ცუდ პროდუქციაზე გაზრდილი თაობა ვართ. და ყოველთვის ჯანმრთელი. ჩვენ დროს დაერხა ყველაფერს რა. ხო და სანამ გახსენებებზე ვართ კიდე რა, იმ დღეს ნახე გიო ყივშიძე რა. იმ დღეს რა აიხნის რაღაცა გადაღებაზე ვიყავით და ბიჭო რა გამახსენა, იცი რაც ვაფშე არ მახსოვდა. უბრალოდ მარგარიტას დროს მე და ბაკურა ერთხელ ამოვედით შენთან, თქვენ რეპეტიცია გქონდეთ და ჩვენს რაღაცა მაშინ ერთად გამოვდიოდით რაღაცა და გიო ყიფშიძე მითხრა რომ მანდ გნახეო პირველად თუ ანუ შენთან იყო. კი. ხო და საერთოდ არ მახსოვდა ეგ, მე მახსოვს იკო იყო შენთან. იყო ხო, რავი, მუსაშვილზე ხო? იკო მინდაძე. დრამზე უკრავდა შენთან. რასასწავლი იყავით მაშინ? კარსონა იყო. კამე მინდაძე, კარსონა და ლევანა სვანიძე ჩვენ. ეგ ტრეკები გავაკეთეთ ერთ დღეში რა, იმიტომ რომ ვიცოდით რომ დაგვეკრა მაგრამ. ჯგუფი ოქროს კბილი და ცაცხვი. ხო და აღარ მახსოვს ვინ იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი შემხვდა მანამდე ქუჩაში და მითხრა რომ ბენდი თუ ყავსო, როგორ არა მეთქი და ეგრევე პროსტა ექსპრომტა მოვიფიქრე. აი ეგ მარგარიტამდე ხდება ხო, კაი. ოქროს კბილი და ცაცხვი ქვია მეთქი და ვა რა მაგარია და რა ვთქვით და მე რა ორი დღით ადრე ეს ყველაფერი გავაკეთე. და იცი ეგ სიმღერები რომ მე საკულტო გახდა რომ ხალხი რომ უკრავდა და მღეროდა და პირველი კამერა მე ერთი ღმერთი ორი ხო და ორი ბასი ყავდა. ორი ბასი ხო. ეგეთი რამე პირველად გავიგე და
სლივ შეგვიერთეს, იმიტომ რომ დაიწვება ყველაფერი ბასი ერთი გვაქვს ჩვენ. და ბასი სვანიძე იყო და მე შენც ბასი გეჭირა. და კარსონა გიტარაზე უკრავდა და იყო დრამზე რა. აი ეგ იყო ჩემი მუსიკა. ანუ აი ხო თელ მარგარიტაზე ძალიან განსხვავებული, მაგრამ ჩემ მარგარიტაზე რაც მოვისმინე, იყო ჩემთვის ნუ Mother Mondays მევასებოდა და აი შენი ბენდი იყო ჩემთვის ვაუ, აი ალტერნატივის და ხო აიღეთ რა. მეც მაგ მოგისმინეთ. კი, ყველაზე ორიგინალური აზროვნება ეგეთი პრიზი იყო. ხო და ვაფშე პრიზები მაგარი ცუდი პონტია მუსიკასთან შეხე იმაში რომ როგორ შეიძლება ხშირად რავი ხე შენი გემოვნების უფრო ჩვენი მუსიკა იყო მაგრამ სხვა მუსიკაც იყო სხვადასხვა როგორ შეიძლება რავი ყველაზე კარგად ჩვენ ვაზროვნებდით ეხლა მუსიკალურად თუ რა ვიცი არ ამგონია კომუნისტური გადმონაშთი კომუნისტური გადმონაშთი ეგ იმიტომ რომ მე მახსოვს მამა ჩემი რო დადიოდა ფესტივალებზე რაღაცა პრიზით ჩამოდიოდა აუცილებლად და უკვე ჩვენ რო გავიზარდათ ეგ ხო გაუქმდა და მახსოვს რომ მაინც გადმონაშთი იყო რავი ეხაც არის რაღაც პონჩი რავი რა ნუ ალტერნატივაში მაინც არ არის ეგ პონჩი როგორ არ არის მე მახსოვს რომ იმაზე რო წავედი რა ქვია მზიურზე რო როგორ არის თქვა მაგალითად ელექტრონა ავტებია, რავი, ნომინაციებია, ისა. ეგ არის ხო, ყველა ეგეც არის ხო. ეგეც რაღაც პუნქტში გამონაშთები მე განა ვაკრიტიკებ ვინმე. მაგრამ მაგას სტიმულიც ხო იძლეოდა სტიმულსაც რაღაც პუნქტში ეგ არა? შენ გაქვს ელექტრონავტები? ეკნებაგაც, მე არ მაქვს. ხო და შენ ერთხელ გამოდიოდი. გამოდიოდი. ხო, დაამიკვრია რა, მაგრამ ნომინაცია ჯილდო არა. არა. ხო და ერთხელ მზიურზე რო წავედი დასაკრავად, სახში მოვედი რომ აი ფესტივალზე უკრავდი, თქო ბებია ჩემს უყვევი და რომელი ადგილი აიღეო და მეთქი ადგილები არ იყო თქო და გასაგებიო. ანუ გადაწყვიტა ჩამოწერა. ადგილები თუ არის ანუ ეგონა რომ ვიტყუები და ადგილები იყო პროსტა ვერაფერი ვერ ავიღე რა. გასაგებია მიხდა. გასაგებია არის. ახკმა, შენი ახკმა ქონდათ? სად რას გქონდა? ანუ აი ჩემთან სახში აი ჩემ შემთხვევაში ის იყო რა, ბიძა ჩემი იყო მსახიობი. და ნუ პირველი წარმატებები მაგან გააცრო თუ რაღაცა და აი ცოტათი მიტყდებოდა თუ ვეჭვიანობდი არ მახსოვს რომ აი ეს რაღაცა ის იყო რომ რეზო რაღაც საკითხებს მე ვინ არის ბიძა შენ რეზო ჩხიკვიშვილი არის ბიძა ჩემი მსახიობი და ანუ სახში ჩემთან ცოტა ის იყო ხა რაღაც დედა ჩემს ხრიდან რომ აი რეზო არის და ამ დროს მე უკვე დაწყებული მაქვს ჩემი რაღაცების კეთება და გვიან მოვედი ახკმაში ძალიან ანუ აი რაღაც იმის ჩრდილიდან გამოსვლა თუ რაღაცა გაჭირდა სახლის რეალობაში დაჟე რა ხო და ესე ახკმა შენ გარემოში თქო შენი რა ვიცი, აბა ხა დიდად ახმა იმისი ახმა უფრო ქონდათ რომ ნარკოტიკი ნაკლები მიმეღო მაგალითად. ეგ იყო მთავარი. ყველა მთავარი ის ეგ იყო და აი ცუდი არაფერი გამეკეთებინა, იმიტომ რომ იმ ხო გახსოვთ რა დროც იყო და ხო და შენთან? რა ჩემთან? აი ეგ ხა ვალერას თვალში როდის შედიქი როგორც მუსიკოსი რა. ბიჭო, სულ ძალიან გვერდში დგომი იყო. კითხო, მაგრამ აი შე როდის მიხვდი რომ გავუსწორდი უკვე როგორც მუსიკოსი. აი პირველი ლოლიტების ალბომი რო გამოვეცი, მიხვდა რომ ემინა არელოდა ჩემგან. არ რომ შეიკრა და შედგა და დაიდო უკვე პროდუქტი. ხო და მაგარია. ჩაუბორიალდეთ? დავაი. ისა რა ქვია? ხო რა, აი ვაფშე რატომ მოგინდა? რა? მუსიკა. ჯო რატომ მომინდა და ჯერთი ბავშვობიდან ჩემს სახში უსმენდნენ მუსიკას რა. დააკეთებდნენ კიდევაც. და არ ვიცი რა, ნელა მეხვდი რომ ჩემია პროსტა. სხვა რაღაცებიც ცადე, მაგრამ ამან უფრო წამიღო რა და მეხვდი რომ ბოლომდე ჩემია და იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში გადამარჩინა და მუსიკა მომიყვანა აქამდე და რაღაც ერთი მიმართულება მეჭირა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცდარი გზები იყო და უფრო დამაკონცენტრირა რომ რაღაცა გამეკეთებინა რა. ის ფოტო გახსოვს? დაწმინდელების ფოტო რო არის? ავტომატებით ბევრი ჯიგრები ქაური ვინც იყვნენ იმ პერიოდში ჩემი ხა ვაჟიკასთან მეგობრობდი და დაწმინდელების ის არის რა გენგი იმ დროინდელი და შენც ხარ პატარა ძა ფოტოში. ხო, არ გახსოვს? ანუ ის ქუჩაში დარბოდი? იყავე?
ბიჭო რა ყველანი დავბრუნდით ქუჩაში, იმიტომ რომ რა ვიცი, დიდად არც იყო არასაც წასასვლელი, რაღა ერთმანეთთან თუ სახში მივიდოდით, რა ვიცი. ქუჩაში სიბილი არ ნიშნავს იმას, მაინც კრიმინალი აკეთო და მაგას გეკითხები უფრო თორე ხა. კრიმინალი ხა არ ვიცი რას დავარქმევთ კრიმინალს, რა თქმა უნდა, ყველას გაკეთებული გვაქვს ხო რაღაცა, იმიტომ რომ 90-იან წლების თავობა ვართ რაღაცა, მაგრამ მოგეუბნები მუსიკამ გადამარჩინა იმ პონჩი, რომ ეს უფრო მაინტერესებდა და ამან გადამძლია ყველაფერზე რა, იმიტომ რომ ეგრეა. ხო, ნუ და რაღაცა ბაზზე დაიწყე და თუ ბასზე დავიწყე დაკვრა. მაინც კიდე არ გინდა დადას გავლენის პონჩი? თლათ ეგრეც არ არის რა საქმე, იმიტომ რომ მე რაღაც საათი დავითრე ბავშვობაში და დადას ძალიან მაგრად დაევასა ეს საათი რა და მაჩუქებდა. არ გაჩუქებდი რა და მაშინ უნდა გაგიცვლიო თუ გინდა რა შეგამიცვლეთ და ბასი გაგიცვლი, იმიტომ რომ ახალი ბასი ქონდა დათრეული და თავისი ძველი რავი ქონდა ესეთ პონჩი და ისეთ დაევა კი არ მაჩუქა ისე რავი კიდე თუ გინდა გაგიცვლი ბასიც ხო და ვიჩალიჩე ხო და გაგიცვლი და ეგრე დავიწყე რა დავგრა რა ვა და ეგ რომელი ბასი იყო? აი მარგარიტაზე რაზეც უკრავდი? არა მარგარიტაზე არა იმის მე 1000 ბასი მქონდა მარგარიტაზე მე რო დაუკარი მე უკვე ელექტრონულ მუსიკას ვაკეთებდი პროსტა მე გავეღადავე და თქვი რომ ბენდი მყავს მეთქი და ექსპრომტ ბენდი იყო ესე თორე უკვე ელექტრონულ მუსიკას ვაკეთებდი სეკვენსერებზე და დრამ მაშინებზე და პირველი ბენდი რა გყავდა? ვალსი მე და მარგო მარგო შემოვიდა მაგრამ მომინატრა ხო და ვინსთან შეხვედი პირველ ურთიერთობაში ეგრე რა ტუსოვკაში ვინც დაიმეგობრა ბიჭო ვაფშე მე როცა დავიწყე და თუ მარგიანზე გვაქვს ლაპარაკი ხო მარგიანზე გვაქვს ლაპარაკი და მე და მარგომ დავიწყეთ ერთად ჩემი ძმაკაციც იყო ყველა ჩემი თანამოაზრეც იყო და რა ერთად ამოვიწყეთ ეს მონე და პირველ ბენდში უკრავდა ბაკურა ჩვენთან ერთად გიტარაზე აუ ბაკურა მე მარგო და ბაკურა ხო დრამერი პერიოდია თქვი მარგო დრამზე მე ბასზე ბაკურა გიტარაზე და ბასი ვოკალი თუ გახსოვს ხოლმე ეგეთ ჩავაყვეხოთ ბიჭო რა ვერთი 13 ხო შეიძლება ცოტა მეტის ვიყავ სწავლობთ თეატრალურში არა რა ვსწავლობ 13 წლისები ვიყავით მაქსიმუმი 13 არც ალბათ არც თქვენ იყავით მაგ ხო ეგრე და ჩანაწერი არსებობს რა მე აი ბანძი არ ვიცი ასე არა მე ყველაფერი დაკარგული ვარ მე ვერ ვული ჩემ ჩანაწერებს და პრაქტიკულად არაფერი არ მაქვს რა ჩემ მეგობრებს საერთოდ ხოლმე ვისაც ხონათ მიბრუნებდნენ და იმასაც კარგავდა კირილამ მაგათად ინახავდა ყველაფერს და მაძლევდა და მე იმასაც კარგავდა ესე დიდად არ მაქვს ბიჭო დაჟე ის არის რა ქვია შენი ვაფშე ინტერვიუ არ არის იცი მე რავი რა საჭირო მე ვინმე ვარ ამისთან ჩემი ინტერვიუ ნეგადავები შენ დავიწყო ხე ქებადიდე რა ყველას გვაქვს თავის აღქმა და რავი მე ხა ისე გეუბნები დაჟე უფრო აქეთ სცენაზე კიდე უფრო მეტად რა ელექტრონიკაში რავი ძალიან ბევრი მებაზრებოდა რომ დიმას როდის ჩაწერთ რაღაცა რა და რაღაც მაჩი შენზია გაზდილი რა ძალიან დიდი ნაწილი და მე ვიმანაზე რომ გადავალთ ვიტყვით ანუ სადღაც გავლენები სად შენც დაინახე რა ოკეი ხო და კაი პირველი შეხვედი მარგო და ბაკურასთან ეგრე გამოვიდა აუჩი და ეგ იყო ვალსი პირველი ხო და ჩემ ახმაში თან შენ და ვალსი ვიყავით მე და მარგო მარტო და ერთი ალბომიც აქვს ჩაწერილი რა თქმა უნდა დაბალხარისზე რა საშუალებაც არის ადმე ბიჭო ერთი ვიდეო არის ელექტრონაუტებში მე მგონი ნაწყვეტი პირველი ვიდეო და მაშინ ბაკურა არ იყო ჯერ და მე დაგვემართა ბაკურა და უკვე სამნი ვიყავით რა ტრიო რა ვა და დაჟე ვიდეო ქონდათ არა მე ერთად არ ქონდა ვიდეო ვაუ ეგ რაღაცნაირად მოსაძიე მაგრამ კაი ხანი ბენდი ყავდა რა რაღაც პერიოდი და რა რეპეტიციებდით ხშირად რა ტრეკებს ვაკეთებდით ვერთობოდით შეძლებს დაგვერად ხო და შენ და მარგო სად გადახურდით მე? კარჩი ჩემ ახკმაში შენ და марго ხართ რაღაც აი დუოები ვინც იყვნენ რამდენი? მე და მარგო არც დავშლობთ ხან ერთი ბენდი იყო ხან მეორე ხან მესამე ხან მეოთხე ხან და ხან ბენდი ვაფშე არ იყო მაგრამ ერთად ვაკეთებდით მუსიკას ლაივებს ერთად ვუკრავდით ტრეკებს ერთად ვაკეთებდით რა ხან მაგო ცალკე უკრავდა თავის მუსიკას მე ცალკე მაგრამ სულ ერთად ვიყავდი არა მაგას არ გეუბნები რომ ჯგუფებში ანუ ესე რა მოძრაობაში სულ ერთად რა როგორც ბავშვობიდან გავიზარდეთ ერთად რა მეზობლები ვიყავით და რავი რაც გავიცანით ერთმანეთი იმის მერე ძმები ვიყავით რა ძალიან საყვარლობა არის ხო ეგ დუოები ხო ვაფშე სხვა სიყვარული არის არა ვიღაცები ესე ცალკეულად შემოვიდნენ და ვიღაცები ერთად ვინ შემოვიდნენ და
ეხაც იმ დღესაც ვისთან ვაზრობდით, მე მგონი გიასთან, ხო? რომ ესე გებეჭდება რა, აი ეს ორი ადამიანი ერთად. თქვენ მე ესე გაგიცანით, ხო? ერთნაირად ვაზროვნებდით და რავი და ყველაზე მეტად მაგის გემოვნება მევასებოდა მაგაცან რავი კამათი თუ რავი და მეგობრობა. მუსიკალურ პონჩში ვიძახი რა და რა თქმა უნდა ისედაც ცხოვრებაშიც. მაგარი პროგრესული ტიპი იყო და რავი შემიძლია ვისაუბრო განუსაზღვრელი რაოდენობა მაგალითად. შენ რამდენი ხილ ხარ? ჩვენ ვართ 55-ები. მე 50. 5 დიდი ხანო მაშ დიდი იყავი. ხო, მაშინ ეხა მე რო გაგიცანი, დიდი იყავი ჩემში და ბაკურაც ბიძა იყო რა, ეხა ჩემთვის და ხო. და თან ეხა მე მგონი მანამდე არ გადავკვეთილ ვართ, ხო? ეხა იმის და მიუხედავად რომ ვალერა და დადა ძმა კაცობდნენ რა, ჩვენ მე მგონი როგორ არა გახსოვს შენთან რომ მოვედით ერთხელ ტრეკს რო ვიწერდით შენ ტასკამზე მართლა? გახსოვს რომ ბებია შენთან რო ცხოვრობდა. აი შენ ოთახში რო საუბრობდი რომ არეულობა იყო მაგ ოთახში. მართლა ეგ მანამდე სანამ შენთან. მე გიათოიძე ეგ მერე იყო ალბათ. შენ პატარა იყავი მაშინ. ეგ იმის მარგარიტის მერე იყო, ხო? მარგარიტას მერე იყო. მერე ხო, მეგეუბნები რომ მანამდე. ხო და მანამდე არა, იმიტომ რომ მაშინ სხვაობა იყო რა. მე რო 14-ის ვიყავი, შენ 10-ის იყავი და როგორ გადავიკვეთე. მაისა და რა სიმღერა ჩავწერეთ, რა ხდებოდა? ეგ არ მახსოვს. ბიჭო, აღარ მახსოვს კარგად. შენ მარგო გიათოიძე ერთად წერდით რამე სიმღერას? და მე აი კასეტები მაქვს აი ეს არის დასკამი, ხო და მაგ დასკამზე ჩავწერეთ ზუსტად. საღო კიდე რო გახსოვს ეს დასკამი. ეგ დასკამი ქონდათ ტელევიზიაში წერდნენ ხო? დადასთან რო სტუდია იყო, მან დიდგა ეს დასკამი ვალერას დასკამი იყო და სტუდია რო ქონდათ, გახსოვს? ხო, ტელევიზიაში იყო. და ალესისის დრამაშინკა კიდე და კი, მაგაზე გავიზარდე. მაგაზე ვისწავლე ვაფშე ყველაფერი რა. და მან როგორც ხვდები ამაზე არის ბევრი ეხლა რო კლასიკურ პონტად ითვლება სიმღერები ჩაწერილი. კი, ამაზეც და კიდე სხვა დასკამი იყო, უფრო ძველი მოდელი. ეს არის პატარა შავი ვიღაც ყვებოდა, ლადოყებოდა რა ჩავწერეთ. ეგ იყო მე მგონი რუსთაველის თეატრის დასკამი და რავი, ამათ რაღაც ფესტა ხვდები. ან გოგიყვებოდა, ან ლადო რომ მაგაზე ჩავწერეთო რაღაცა, შავი დასკამი იყო. ხო, დადასთან იდგა სტუდიაში ეგ დასკამი. მოხდა და მართლა ძალიან ბევრი არტისტია ჩაწერილი, რავი, მე ლადოც და ხო, მე მახსოვს რომ ვალერა მე ინგლისიდან რა დაჟე ვინ, იცი, ის ბენდი იყო ეგეთი ქალაქი ღამით თუ რაღაც. კი, მახსოვს. ხო, რა ქვია პრიზი, ხო, აი მე მგონი მანდარი ეგ ჩაწერილი მაგ დასკამი. თუ არ ვცდები, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ტრეკები რა, მახსოვს რა. აუ, მე პატარა რო ყავ, მატარებდა ვალერა იმ სტუდიაში. ბიჭო, მე თეატრალურშიც ცოტა გაიზარდა წრე, თუ უკვე დიდი იყო. მე კარჩი, ეხლა გამახსენდა. თეატრალურში ძალიან ბევრი მეგობრები მყავდა და ეხლა ძალიან ბევრი ჩემი მეგობრები, მაგრამ აი ამ პონჩი გადაკვეთა დიდად არ ვქონია, იმიტომ რომ იმას სხვა გემოვნება ქონდა, სხვა მუსიკა ევასებდა, უფრო რავი, პაპსა მუსიკა რა. ასე რომ დიდ გადაკვეთა ეს. რატო ვკითხულობ, იცი? ანუ ეხლა გამახსენდა მე შენ საიდან გაგიგე პირველად სახელით რა. ანუ მიროც შენ პერიოდში სწავლობდა ჩვენი მირო შენგელაი. და ანუ მირო რო ყვებოდა იქაურ სოკაზე ვინც იყვნენ ბაკურა იყავი შენ, ბაკურას სწავლობდა შენ. და მე მგონი ნიკუშაშვილიძე რაღაცები და აი მაქიდან მახსოვს იმისგან რა ქვია. რა სწავლობდი? კინოსაოპერატოროს. მე გადაიყე რომ ჩوارა რაღაცები გადავიღე ისე. ბაკურას სწავლა ჯერ სამსახიობოზე და მე განმოვიდე ჩვენ. მე მახსოვს რომ მარგარიტაზე პრიზი რო აიღეთ, ბაკურა მიყვებოდა რომ მეორე დღეს ლექციაზე მივედეთ და ლექტორმა თქვა რომ ამანო როგორ აიღო პრიზიო ბიჭო თქვენ გიჟები ხარ ხარ. ეგ მიიყვანე ბოლომდე? დაამთავრე? კი, თეატრალური? კი, დაამთავრე. უბრალოდ მე დრო აირია, მართლა მევასებოდა ეს გადავიდა. დაჟე მახსოვს რა ყვებოდა, იცი სამხედრო ფორმით მოძრაობდა შენზე. ვინ? მირო. ბიჭო, რა ხანდახან ეხაც მაცვია ის სამხედრო. არა, მაშინ სამხედრო ფორმა ნიშნავდა რომ ცოტა გარეული იყავი ვიღაცას. არა, არ ყოფილა რა, გარეული მეგობრებო, პატიოსანი ადამიანი. ვაუ. ხო, კაი, მე უკვე კიდე რეები ხდება. მე დაჟე ლიფტის კეთება რო დაიწყო, შენ შემხვდი ქუჩაში, მანქანით მოვდიოდი, მახსოვს სადაც, ვინტი ერქვა თავიდან. ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი, რატო ლიფტი რითი ჯობია, ვინც ლიფტი. არ არის აუცილებელი ნიშნავდეს იმას, რასაც ჩვენ ფიქრობთ. თავარია რა იყო განზრახვა თო. განზრახვა იყო ელექტრონული მუსიკის პროპაგანდა და ეგ იყო და ეგ უბრალოდ რაღაც სხვანაირად დამთავრდა ყველაფერი და გადაერქვა ლიფტად მე და გაქრა მე. ხო. და მახსოვს სად შემხვდი პურის მოედნი და მანქანით ამოდიოდი, გაგრას იქ რაღაც შლანგბაუმი ეკიდა და შენ და მარგოში ცხოვრობდა. მანქანით რომ ამოვედი,
შეგამაჩერე და მაგას მებაზრებოდი რომ აი ესო ვინტის პონტი არის ეხავ ჩალიჩობთო და შენ გწიყავ არა ვინმე არ ამოჭოს ვინ ბიჭო ნუ კლუბზე ალაპარაკი რა ვინტი რომელსაც მე გადაერთვა ლიფტი დაერქვა და მე მასე შემოვედი იქ რა ესეც რეალურად შენ მახსოვს ეგ ყველაფერი ხდებოდა და მე ეგრე დაიწყო და მე მაგის პარალელურად კიდე ის იყო ბამბის ქარხანაში გახსოვს შენ და მარგო აკეთებდი კი გავაკეთე რავი ძალიან ბევრი განა გვაქვს ეს გაკეთებული ფაქტობრივად აღარც მახსოვს ვეღარც ვიხსენებ მაგრამ რავი რა ძალიან ბევრად ხო და ეგ მე რაში გადაიზარდა დღეს ეხა ვიმანას ფორმა აქვს და აი შუალედებში კიდე რეები იყო შუალედებში არ ვიცი შუალედებში ხან არ ცხოვრობდი მე საქართველოში ხან ისეთი პერიოდი მქონდა რომ რავი მე კიდე ყველაფერი რა მუსიკას ყოველთვის ვაკეთებ მაგრამ მე აქტიურობას გულისხმობ და რავი აქტიური ხარ თუ პასიური ხარ მაგრამ პერიოდები გვაქვს ვიმანა იქ დაიწყო მე ახალ გამოსული ვიყავი ან ჯერ კიდე ციხეში ვიყავი რომ გამოდი ის კაფე ის დამხვდა რა ის არტარიას ტერიტორიაზე რაც იყო კი მან ხო და თქვათ მაშინ ბარემ რა არის ვიმანა რო აუხსნა ნავაი ვიმანა ეხლა ერთი სიტყვით რო თქვათ არის ექსპერიმენტული საუნდის და ვიზუალის განვითარების რო განმოვითაროთ და underground-ი განმოვითაროთ, მაგისი ცუდი სიტყვებით ვთქვათ, hub-ი პლატფორმა არის, საძმო უფრო თუ რავი, სამეგობრო, იმიტომ რომ გოგოებიც არიან და რავი, არავის უპირატესობას არ ვაკეთებ, არც კაცებს, არც ქალებს. ხო, სამეგობროს და არის შეგიძლია რომ ჩამოთვალო ვინ არის თუ ესე ჩამოთვლით არ ჩამოთვლი არავის, იმიტომ რომ ვიმანას ჩვენ საერთოდ არ ვიძახით სახელებს, გვარებს და რავი არტისტების გვარებს სახელებს არასდროს არ ცოცხალი მოძრაობა არის. ხო, იმიტომ რომ რავი, ყოველთვის კარგი მუსიკა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ეგოსპონტი არ არის. არა, მე ვარ და ის და არ არის. ვართ ჩვენ, მეტი არაფერი და ჩვენ უნდა შევქმნათ და განმავითაროთ ეს სფერო რა. ხო და თან იცი რა არის, კაი პლატფორმა არის, ვიღაცა ახალი შედარებით მუსიკოსები, ვინც ამ ჟანრში არიან და ახლა ჟანრში რა ყველა შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს რომ გააკეთოს ექსპერიმენტული საუნდი ან ვიზუალი, დაგვეკონტაქტოს და სად უნდა დაგეკონტაქტოთ, თორე დარწმუნებული ვარ, ბევრი დაგეკონტაქტებათ. Instagram-ზე ვიმანა. საკმარისია მე მგონი. კი, ხო და ისა რა ქვია. კარჩი ხო არა, სახელებს თუ არ ვიძახით, ჩვენი ბევრი მეგობა არის რა ქარო მას ჩატყდა რაღაც არიან. ხო, თან იჩიტებიან ახალი არტისტები რა, ეხლა უკვე დღესდღეობით ყველაფერი ძალიან დაჩქარებულია. თუ აქვს გონება ისე მოწყობილი, რომ საკაიფოდ მუშაობს, შენ შეგიძლია ორ კვირაში დააპდეიტო და უკვე მიქსინგიც იცოდეს, მასტერინგიც, იმიტომ რომ ახალგაზრდაობა ეგრევე ითვისებს და არაფერი მანდ განსაკუთრებული არ არის. ამ თავარია როგორ აზროვნებ, თორე ორ თვეში შეიძლება ჩამოყალიბებული არტისტი იყო და აი ესეთ პერიოდებში, ესეთ ხანგრძლივობის პერიოდებში დახი რომ მომხდარა რომ ჩამოყალიბდნენ ჩვენთან არტისტები და ძალიან cool მუსიკას აკეთებდნენ და ძალიან კოლაბორაციებს ვაკეთებთ და აკეთებთ. ასევე ვიზუალზე არ მითქვია კონკრეტულად საუნდზე, ვიზუალზეც ეკეთებოდი რა. ბევრი ხალხი უცბად ძალიან ჩქარა განვითარდა ჩვენ თვალწინ მეორე ივენტს, მესამე ივენტს უკვე რო ატყობ რომ ძალიან დიდი სხვაობა და ბევრად წინ არის. სადაც ყოფთ ივენტებს? რავი, სხვადასხვა ადგილებში, ჩვენი მეგობრების კლუბებში, მაგალითად ფილოლოგიაში. ანუ თავიდან დაიწყო თქვენი სივრცით, მე სადაც ხანძარი სივრცით დაიწყო, ხო, რომელიც ხანძარი გაშდა და დაიწვა რა, მაგრამ სივრცე არაფერს არ ნიშნავს, თავარია, რავი, ერთად ყოფნა. ხო, მაგრამ ინტენსიური იყო უფრო იმ პერიოდში, არა? კი, იმიტომ ძალიან ხშირად ხდებოდა ეს ივენტები, ეხლა ნაკლებად ინტენსიურია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, თავისი მუღამი აქვს და ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა და ახალი არტისტებიც გვემატებიან როგორ ყველაზე მეტად გასახარია. ეხა ერთი გზაზე არის, ერთი ჩემი ფავორიტი. ხო, ძალიან კარგი. დანო შენგელაიაზე ლაპარაკი მიხვდები ისი ბადიშია. ძალიან სუპერ გახდა ძალიან. ეცვიც არ მეპარება. მოგიახლოვდათ უკვე ნო. ხო და ისა რა ქვია. ხო და ეს მე ხო ალაგ-ალაგ მოვდივარ სულ სადაც არის და კაია რაღაც პონჩი ეს სივრცის ცვლილებაც რა. ნამდვილად კარგია რა, იმიტომ რომ არასდროს არ უნდა მოდუნდე და სამუდამო თუ რაღაცა არაფერი არ არის რა და სულ ცვლილებებია საჭირო, იმიტომ რომ როგორც კი ცოტა ესე კომფორტულად გზნობ თავს და რაღაცა, მე იცვლება შენი პროდუქცია და ჯობია ანუ სულ სტრესში იყო რა, მე underground-ზე გულისხმობ, იმიტომ რომ ეს უფრო მეც სტიმულს გაძლევს და უფრო სათქმას უფრო ისე უფრო იძახი და რომ უკვე
ყველანაირი კომფორტი გაქვს შექმნილი, ხო? სათქმელის ნაკლები გაქვს ალბათ რა. იმიტომ რომ ყველაფერი თუ არ შეიძენით თუ ხო, ასნე მეც ეგრე მგონია. უნდა გაატრაკო ყოველთვის და სათქმელი ყოველთვის არის რა. სანამ არის უნდა თქვა. ხო, მაგრამ სადღაცას ერთი კომფორტული ნაწილი ხო ქონდა იმას, რომ ბაზასავით იყო თქვა ის კონკრეტული პირველი ადგილი, სადაც იყო. როგორც კომფორტული ქონდა, ასევე დისკომფორტიც იყო. ახლა აღარ ვიტყვი დეტალებს, მაგრამ ყველა კომფორტს თავისი დისკომფორტით ანახლავს. ყველანაირი კომფორტს, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება ცხოვრებაში, ესე არ არის. ეგ რა თქმა უნდა, ხო. ჯობია ბოლომდე თავისუფალი იყო და არავის დამოკიდებული არ იყო. ხო, ნუ მაგისტვის იდეალური გამოდის, რომ შენი საკუთარი კონდეს ეგ. მაგის დროს და ანუ როგორც ლეიბლი რო გაიჩითო ტექნიკური კუთხითაც თან რა. ხართ ხო ლეიბლი თუ არა? ესე თვითონ სიტყვა ლეიბლი მე პირადად არ მომწონს და არც არის ყველაფერი ბანალურია, მაგრამ ნუ რავი და გიბრიდი ვართ რაღაცის ყველაფრის ერთად ცოტა სხვანაირი ფორმა აქვს და ნელ-ნელა იხვეწება და უფრო ნელ-ნელა ვსწავლობ და ვსწავლობ, იმიტომ რომ სრულყოფილი არაფერი არ არის, არავინ არ არის და ნელ-ნელა ვითარდები და ასწორებს რომ ვატყობ რომ განვითარების პონტი სანამ არის, ესე იგი ძალიან მაგარია და თუ როგორც კი აღარ იქნება, აღარც ვიმანა აღარ იქნება. კიდე რა ხდება? სხვა მუსიკას ვაკეთებთ ახალს ვიდეოებს ვაკეთებთ ახლა. ბიჭო და შენ ახლა ტყუილა არ დავდე კასიო რა. მინა შენი პონტია რა. იმიტომ რომ სულ რაღაცა low-fi კარგი გაგებით მუსიკის პონჩი ხარ რა და ეგ თავიდანვე იგზნობოდა აი დაჟე აი ოქროსკვილიდაცაც ხო ბენდი იყო რა ანუ ვითომ რაღაც ალტერნატიული ბენდი და აი მაკიდანვე იგზნობოდა ეგ რაღაცა low-fi კასიო ბენდი იყო გარეთში მე უკვე მაშინ კასიოს იმაზე ვიყავი საუნდზე twin-ით просто ეს ბენდი ხომ მოგიყევით ექსპერიმენტამ გავაკეთე მაგრამ სულ ექსპერიმენტებს ვაკეთებდი და რავი კასიომ რაღაც პერიოდში დიდი როლი თამაშა საკაიფ გაგებით ვიზა. ვიყვებოდა იმ დროს ვიღაცა ყურდა. არა, ეგ მეც მახსოვს იმაზე გამოვიდაო სათამაშო იმითიო მეც ვიყავი მანდ რა სათამაშო რაღაცა keyboard-ით. მეტალის დღეს და რავი თავის ჩხუბებით და ყველა. შენ მოყვა ხო ეგ ჩხუბები. ვატყუებდი ხომ ესე ვატყუებდი რა კარგი გაგებით ვიძახი რა მეტალს უკრავთ მე მგონი ბენჯი აწყობდა მსოფლიოს ფესტივალს და ის ბენჯი და ნიკუშა შველიძე. მე ნიკუშა შველიძე და ორ და ძიმკრავ და ხო დაუკრავდა კი მეთქი და ბენდი ყავს რა თქმა უნდა უთხარი კი მეთქი და ჟანრიო რომ ჟანრი კატეგორია და მეტალს უკრავთ მეთქი და მაშინ გამოვიდეთ ამ კასიო მეტალისტები იყვნენ მოსმენა მაგ დღეს იყო პარალელური ჩხუბები რამოდენიმე და მაგას გრანდიოზული ჩხუბები იმიტომ რომ რავი ხალხმა ყველი დაიწყო კასიო რო დაინახეს და საუნდი რო წამოვიდა და პროსტა ვერ მიხვდა რომ სხვანაირი მეტალი შეიძლება არსებობდეს სხვანაირი პანკის და სხვადასხვა ფორმები არსებობს მაგის შენ შეყევი მაგას სემოდა ფეხებით ყვიდით სენაზე ამოდიოდა რამოდენიმე ეს ჩაოცხე წიხლები და ჩხუბები მოხდა მაგრამ გაასწორა ეგ არის ნამდვილი ანდერგრაუნდი რა გასახსენებლად ეხლა ასწორა არ ვიძახი რომ კარგი ფორმა არის ხა ვიღაცები წიხლები ჩაყვა სცენი და მაგრამ ხო მაგრამ იცი რა არის მაგარი ეხლა მე აქ მაგარი რა დავინახე ამ ისტორიაში რომ მუსიკის გამო ხალხი რომ ანუ ხვდები აღშფოთებული სცენაზე ამოდე მაგლა ჯუნები და მაგაზე გაგიდება და სათამაშო მაგლა ჯუნები და ეს ხდებოდნენ ზემა და ხედავ მაგლა ჯუნები ამოდიოდნენ მაგდროს კიდე რა იყო იცი ცოტა ბაბულიციზმში გარეულები გუბნით ვიღაცეები შემოდიოდნენ და ეგენი იყვნენ ხოლმე ცოტა პროვოცირებას ვინც ბიჭო არა თვითონ ეს კამანდას ეს მეტალისტები ვინც იყვნენ ძალიან დათვრენ და ელოდებოდნენ ეხლა დაახერხვას და რავი დაახერხვა სხვანაირი დაახერხვა იყო და ვერ გაიგეს რა ყველანაირი ხანჯიშის იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში აი ცოტა ზედანაწილში გორის ზედა იმაში ვიღაცა ცოტა ეკიპები არა დამიქსული ხალხი იყო რა თქმა უნდა მაგრამ რავი არც არავინ არ იყო ანუ მაგ ბავშვობაში ვიძახდით მუტანტებს გახსოვს კი კუჩის ტიპები იყვნენ მუტანტები შეჭი მუტანტები გახსოვს მუტანტები როგორ არ მაგას რა დამოვიწყებს მუტანტებში ვარ გაზდილი აბა ცვეჩი ძალი ფეხით იქით მარგარიტას დაუბრუნდები რა კარში პირველად რო ვნახე რომ ორი ბასია კი ნაღამ გამოყლევდი რატო იცი პრიმუსი მაგრამ ევასებოდა რა და ვიღაცა მითხრა ანუ იქ ხო მაგარი ბიზნესი ხდება ბაზზე ვიღაცა მითხრა რომ მაგათ ორი ბასისტი ყავთო და მეც ჩავთვალე რომ იასნე ორი ბასისტი ყავთ ესე ერთმა ადამიანმა როგორ უნდა დაუკრას თქო რა და აუ თქვენ ორი ბასი როგორ მეთქი ალბათ პრიმუსი ევასებათ
ის რაგვარია ის ვილპული კი არა და კლეიპული ხო ხო და ის რაღაცა 907 სტრუნით რაღაც ავი 4-იან არა ყველანაირზე უკრავს მაგრამ ნუ აი ის my name is mod ეგ რაღაცა დიდი უჭი აბიცი ხო მე მახსოვს ვიდეოდან მე რა აუ Tommy the Cat დადე იმაში აღწერაში ჩემი საყვარელი პრიმის სიმღერა არის და ის ლაივი თუ გაიშთა ძველი ჯობია ეხანდელი შენი ჩანაწერები ეხანდელი მე კონკრეტულად ჩემი არა მაქვს ბოლო პერიოდის ეხლა არის ჩვენი ჩანაწერები ვიმანას ბოლოს გვაჯი გამოცა მახსოვს რაღაცა ხო ნუ ეგ უფრო ადრინდელი არის ეგ იყო 2 წლის წინანდელი და ეხლა არის კიდევ მომათ რაღაცები გავაკეთეთ ეხლა კიდევ ვაკეთებთ ვიდეოს ვჭებით ეხლა გიდევს ვიდეოები რამე კი ვიმანას ინსტაგრამის გვერდზე დევს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ მოусმინოთ და რამ გააცოცხლა აი რას მოусმინე რომ იფიქრე რომ ვაუ მეც უნდა დაუკრა ფონტი რა აი ეგ რა იყო მეც უნდა დაუკრა არ მახსოვს მაგრამ რომ მომინდა ელექტრონული ინსტრუმენტები მახსოვს მოусმინე ნიცერებს რას ნიცერებ ესეთ ბენდიერი ინგლისური მანჩესტერელები არიან და მაგათ საუნდი მაგრად დამევასა და მივხვდი რომ ცოცხალი მუსიკას მე აღარ დაუკრავდი. ეგ როდის მოხდა გარდატეხ? რა ვერთი რამდენი წლის წინ? არა, რა პერიოდში ეს იმას გიქცევა? რა პერიოდში? აი მარგარიტაზე რომ დაუკარით მანამდე უკვე ძალიან დიდი ხანი მე უკვე სხვანაირად ვაზრობდი. პროსტა მაგ ბენთან ერთად დაუკარეს, გავაკეთეს ბენდით. უკვე სხვანაირ მუსიკას ვაკეთებდი. შენ დაიწყე ელექტრონული მუსიკა საქართველოში ეგრე გამოდის. პირველი არასდროს არავინ არ არის. ჩემ ახმაში ხო ეგ საუნდი ამის გამო. მე მაქვს ერთი ალბომი. მე პროსტა ბაჯუ არ მყავდა მოსმენილი, მანამდე არ ვიცოდი ვინ იყო. არის ბევრად ძველი ვერდრე მარგარიტა არ ვიცი რა ბაბინაზე მაქვს ჩაწერილი დაახლოებით ესეც ბაბინებიან მაგრამ ის ხო ყვებოდა რა ქვია ხადურა ანუ მე ანუ მაგ ალბომზე ვიტყვი ხადურაზე ყვებოდა კიდე სხვა ალბომი არის მაგრამ მანამდე უფრო ძველი ალბომებიც არის და არ ვიცი ის არ მახსოვს წერტილი მე ხამდენი თულაც არ ვიცი მე წელი ვიდეოში თუ ჩარჩა რაღაცას რეპავდნენო თანო და რაღაც ელექტრონიკას აკეთებდნენ ეგ ჩარჩა კი კი მაგას გეუბნები ანუ შენ პატარა ხარ მაგ დროს ძალიან რა ანუ აი ხო და ნავი დიდი ხანია მუსიკას ვაკეთებ რა მუსიკამ ასე კი არ იცის არ ვიცი თუ უკვე რაღაც მოსი ხო და ანუ ჩვენ რეალობაში ხო ესე მოვიდა რომ ბაჯუმ დაიწყო თითქოს ანუ პირაში მე უბრალოდ ჩემ ახმაში არისო ბაჯუ არ არსებობდა მაგ დროს ანუ ჯერ შენგან მოვიდა ეგ ხმები და მე ბაჯუ მე ცოტა მე ბაჯუ გავიცენ დაახლოებით ერთი პერიოდი რა არ ვიცი გამიკვირდა რომ ესეც აკეთებს ელექტრონულ მუსიკისგან დამოუკიდებლად ხო რა ესე არ არის რომ პირველი შეიძლება ერთბაშად რავი რამოდენიმე დაიწყოს არ ვიცი და შეიძლება ვიღაცა არის ვინ საერთოდ არ ვიცი და ბაჯუკია გოლდერძი ქვია და არის რავი ჩოხაჩი და დავისადმე და ძალიან გვინდა შენ მეხსიერებაში რაღაც პონჩი ხა მე მაინტერესებს დადასრა რეალობა შენთან როგორ შემოვიდა? აი ხო კითხე წეგან, ანუ შენ სახლის აღქმაში როდის მოხვედით, ხო და შენ აღქმაში როგორ მოვიდა ეგ? ამან ადრე დაიწყორობდით, რავი რა. ხო, მაგრამ რო გაიგე რომ ეს მუსიკას აკეთებს. და. გავიგე რომ ვიცოდი პრინციპში. ხო, არა, ხო და აი პირველად დაინახე რომ ეს რაღაც ინსტრუმენტით არის რა. არ მახსოვს რა. ეგრე არ გახსოვს? ანუ სულ იყო იმდენად იყო რომ რაღაც პონჩი ის არისო რომ სადღაც დაიწყო შენთვის. ხო და თქვენ შორის რამ ხელაა ისას? 9 წელი. 9. ხო, ნუ ეგრე გამოვიდა და მაგანაც ხო პატარამ დაიწყო. რეალურად. დაახლოებით ის პონტი ახლა შენთან დაიბადე და დაგვხვდა მუსიკა სახლში ალბათ. ხო, მაგალითად ხო ახლა მუსიკოდ არ მახსოვს. ხო, დაახლოებით იგივე პონტია. ხო და მაგი იყო რაღაც პონჩი სტიმული, ვით კი არა და აი რაღაც мотиваცია თუ რა ქვია, არ ვიცი. არ დაგატარებდა რაღაცებზე, რეპეტიციებზე, კონცერტებზე. მე თვითონ დავდიოდი, არ შემჭირდებოდა სტარად. მე მახსოვს მარგოს ვთხარი, ერთხელ რომ მოდი მეთქი ჩვენ გავაკეთოთ ბენდი, მეთქი ესენი ვინ არიან, თქო ტაქსი რა, ტაქსი ყავდათ მაშინ და ჩვენ უფრო მაგარ მუსიკას გავაკეთეთ, ეს ეგოს პონტი ხარ და ეგრეც დავიწყეთ რა მე რაღაცების კეთება პატარები ვიყავით. უი, იდეის, და მოვიწყე. შენ ცუმბოს კოლექტივშიც? კი, რა. ხო და მე ეგ ძალიან საყვარელი ეტაპი იყო ცუმბოც.
ძალიან. კი, საკაიფო და ბევრი რამე კეთდებოდა, ბევრი რაღაცა მაშინ თქვი რა არის Zumbo იყო ასევე ესეთი პლატფორმა, სადაც ლეიბლიც იყო და კლუბიც იყო თავის რაღაცით. და რაღაც პონჩი მაგასაც მოშნი რეპროდუქცია ქონდა იმ პერიოდში, არა? აი ბევრი არტისტი მაქიდან გამოჩნდა. მე არ ცხოვრობდი და შენ არ იყავი და არ ვიყავი. კი, და ბევრი არტისტიც ჩამოყალიბდა მაგ პერიოდში დაიწყეს მუსიკის კეთება, ეხლა ვინც არიან, ბევრი ძალიან საკაიფო არტისტები მაგალითად ისე. კი, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სივრცე იყო რა, თან რაღაც ის იყო მაგ დროს რაღაცა ისე მოხდა რომ მოიწმინდა, ანუ რაღაც აი კლუბების ცოტათი დეფიციტივით თითქოს გაჩნდა. და ეს Zumbo მიმინა გაანათა თან ცოტა უფრო underground-ის ცოტა კი რა საკაიფო underground-ი იყო და მაგიტომაც არის ასაღნიშნო თორე კლუბები იხსნება, იკეთება და ახალი არაფერი არ იკეთება, არც მიმართულებას აძლევენ არაფერს, просто ერთ და იგივე საკატავებენ ევროპიდან რაღაც არ ქმნიან ანუ. მართალი ხარ რა, რაღაცა უნდა შეიქმნას რა, უბრალოდ ხო რაღაც ცოტა განსხვავებული მუსიკა უნდა იყოს და ყველაფერი ატმოსფეროც, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ არა ვართ ევროპელები აშკარად, რა ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ, ცოტა სხვანაირი მუსიკა გვაქვს და რა უნდა დავინახოთ ჩვენი მუსიკა შიგნიდან და ეს გამოვცეთ რა, იმიტომ რომ ეს მზამზარეული სემპლების აღება არ არის კარგი, შეიძლება მეშლებდა ასე ვფიქრობ. კი, და თან ისიც თქვა ეხლა Zumbo-ს კოლექტივი იყვნენ, გიორგი ჟორჟოლიანი, ვატო წერეთელი, შენ, თომა, ნიკა ჯაფარიძე Nika J. და მშვენიერი პერიოდი არის. ნუ ასევე სკოლა იყო რაღაცა. და სკოლა მართლა, ვატო წე. вообще CCA-ის რაღაც ფრაგმენტი მაგაც იყო? CCA-ის მანდა. არა. CCA რა. CCA ვატოს სკოლა იყო ვიზუალური ხელოვნების. და მე მგონი მუსიკალური ნაწილიც იყო. არა, მუსიკალური ნაწილიც Zumbo იყო და ასწავლიდა რაღაც პერიოდში მე რაღაცა რამოდენიმეჯერ ლექცია წავიკითხე და მე მეხოდი რომ ეს მუსიკას ესე ვერ ასწავლი რა, თქო უნდა იტუსავო შენთან ერთად რაღაცა და რავი შენი ცხოვრება და ესეც მუსიკაზე ვიძახი რა, როგორცაც underground-ს ვეძახი თუ ეხა კლასიკურ მუსიკას ალბათ ჭირდება რავი სხვანაირი. ერთად უნდა აკეთოთ რა მეც მაგას ეგ არის რა, ერთად უნდა იუნა იმეგობროთ და მაქედან მოდის ყველაფერი და მე ხვდები ყველაფერს რა, უფრო კარგად და ყველაზე კარგი სწავლება ეგ არის, აბა ეხლა აუხსნა დავალება მიცეს, არის ძალიან მოძველებული პონტი არის. და რეალურად მუსიკა ხო ცხოვრების, ანუ იმის გარდა რომ მუსიკალური ცხოვრების წესის გარდა ხო კიდე რაღაცა სუბკულტურა არის ცხოვრების სტილია, ხო. და ის ტიპები ხო მოდიან შენთან ერთად ტუსაობენ და რაღაცა მაქიდანაც თავის შობადობა მოდის კიდე რა, შუბადობა. კიდე რაც გავიხსენებდით, ეს მაჯლაჯუნების კლიპი, ის ტრეკი რომელიც დავუკრა, სადაც ჭუბი მოხდა იმ ფესტივალზე. მე გავაკეთე სტუდიური ვარიანტი, მე და მაგ ჩავიწერეთ. და ვიდეო გავაკეთე ჩვენ მეგობრებთან ერთად, ანინა ბუშენკოსთან ერთად. და მაშინ იყო აღარ მახსოვს მაესტრო თუ რაღაცა ტელევიზია, ხო? მაესტრო იყო. ვიდეოები სადაც ხო. გაუშვეს და ეგრევე აიგზალა თა. ხიპარადი იყო თუ რაღაცა ჯერ პირველად ვიდეო მოყვა? ვიდეო იქნებოდა ხო. და მე მგონი დაჟე ვინც გაუშვა, იმათ პრობლემები შეექმნათ, რომ ესეთი ვიდეოს გაშვება არ შეიძლება. მაგრამ შენ ის ძალიან მეინსტრიმიც, ანუ რაღაცები მაესტროზეც გადიოდა. კი, რაღაცა ვიდეო და შოუბრა ტრიალებდა და ხალხიც ეკავდა. კი, მაგრამ რაღაცეები არა რა. ხო, ნუ მაგალითად ისინი გადიოდა მაკაჩიჩუას გავუკეთე ერთი ტრეკი რა, კოლაბორაცია იყო. ელექტროტალღები. ეგ ერთი და მეორე ელექტროტალღები, ეგ მაგრათევასებოდა ხალხს და რავი, მაგას ადე, მაგრამ ეგ სუპერ იყო. просто მაგას გავუკეთე ეგ ტრეკები და ჩემი გემოვნების ხო, მაგრამ კაი იყო. და ჩემი გემოვნებისაც არის და უფრო პაპსა არის, მაგრამ underground პაპსა არის, მაგრამ ჩემი პროდუქცია ცალკე რაც იყო ის ბევრად და ჩემი და მარგოსი მაგალითად ის ბევრად underground-ი იყო და არანაირი კომპრომისი. ხო, მაგრამ სადღაცას ეგ უფრო მიიღო იმ დროს ხალხმა და რაღაც მაშინ მაგითიც შენი სახელიც კი, იმიტომ მიიღო რომ რავი, პრინციპში სიმართლე იყო და რავი, გულიდან ნათქვამი იყო და არაფერი ტყვილი არ იყო და ხალხი გზნობს, როდის არის ტყვილი, როდის არა. კი, ზუსტად ხო. აი ხაი დაახლოებით იგივე პონტი არის. არ არის იგივე პონტი, მაგრამ ლადოს იმითი ლადო გახდა შემოშვენირო ლეიდიტი. ლადოზე უნდა მოყვერა არა. მაგრამ ხა ლადოს მუსიკა კიდე სხვა რამე. ერთ-ერთი ფესტივალი ლადომ ჩაატარა რამოდენიმეჯერ ფესტივალი იმან ძველ კინოსტუდიაში. ადამდაევაში. ხო, ძველ კინოსტუდიაში და ასევე ლადო მეკითხება რომ ბენდი ხო არ ეხავსო რომ ფესტივალზე მეთქი კი მეთქი და რა სუკრათ რა თქმა უნდა მეტალს
და ბენჩი ისე მე და მაგ კასიოტი ლევანა გიტარაზე მე ბასზე რა და ძალიან ცინიკური ტრეკები იყო და ტექსტები რაღაცა და აი ესე მეტალის დღეა და ხალხი ელოდება მეტალს და ისე ჩვენ და წინიდან იყო ისინი გისოსები და ეს ხალხი აქტებოდა ამინეს რაღაცა და რომ მორჩით და უკლეს მე გამოვიდა ლადა და ნეო დიდი ბოდიშიო მინდა მოვიხადო ძიმა დადიან მე არ ველოდი რომ ძიმა დადიანი ესეთ მუსიკას და ძიმა დადიანი რა შუაშია ბენდი ვიყავ ჩვენ აღარ მახსოვს იმ ბენჩი დაზე კიდე ვინ იყო იცი ლევანი იყო დაზე ეგ ფოტო მე ხო ისე ის ფოტო არა მაშინ გავიცანით კაროჩე ახალი გასმილი იყო და ამოდიმე თქვი და იმღერეთ ხო შენს და ეგრევე ექსპრომტა მოხდა და დაემატა კიდე ვიღაცა მე ამ ბენდი სცენაზე საიდან ვარ მაგ მიმყავდა ჩვენ უყრავთ ხო და ერთ-ერთი იყო თქვენს შენს მოხვედი მე იმიტომ ფოტო მაგ მე მარგო და ლევანიკოვ ვართ ხო და ეგ არის ერთ-ერთი ეგ არის და ქვემოდან რომ გვაგინებდა რაღაც იმიტომ რომ მეტალი უნდა და რა თქმა უნდა რა ეგ ძალიან კაი იყო თა რაღაცა აი მე როგორი არაფხიზელი პერიოდი იყო იმინა მე და მეტალი მაგარ ხოჩი იყო მაგ დროს ძალიან ხო არა ძალიან რა ახალი სუნ თქვა ქონა გახსნილი რაღაც ბავშვობაში ჩვენ ბავშვობაში იდოქში ჩვენ რო დავიწყეთ მოსმენა მაშინ მეტალი ცოტა ისე იყო რა რაღაც ისე უყურებდით რა ქვია ცოტა გოიმურა და მე აი სადღაც 2000-იანებში გაიხსნა ეგ სუნ თქვა თავიდან ამ დროს მე თვითონ უკრავდი მეტალ ბენდში პირველი ბენდი იქაც ბეკამოლაშვილთან ის იყო რაღაც გოთ მეტალი იყო და ამ დროს არ მევასებოდა მეტალი ხო მეც არ გიზდები მაგრამ რატომღაც მომიწია ძალიან ხშირად გამოსვლა კაცი კონცერტებზე უარს არა ხო ბენდი ყავს კი მოდივარ მეტალს უკრავთ ეგ პროსტა არ მახსოვდა რომ ლადოს გაკეთებული იყო ხო და ორივეჯერ მე მახსოვს ორივეჯერ უკმაყოფილო იყო ლადო რომ მოელოდა სხვა რაღაცას რა ვიცი შეიძლება არტისტი იფიქრო რომ შერაც გინდა გულის სიღმეში იფიქრო რომ ის დაუკრავს იმისეთ მუსიკას არ ვიცი თუ აძლევს საშუალებას ას გინდა ის დავუკრა ერთი კიდევ ხო გავამეორო არც ერთ მუსიკას არ აქვს ესეთი რახან მეტალი ქვია არ არის აუცილებელი რომ რაღაცა დისტორშენში გაატარო რაღაც შეიძლება სხვანაირად დაუკრა ეს მეტალი აი ხა მოგვიწევს მაგის გაკეთება აი აზელილი კულტურების იმისი რა ქვია ჟანრების რაღაც მომში ეგეთი აზრი გვაქვს რომ რაღაც დროში ფესტივალივით გავაკეთოთ აკაური ზმუკის ხო სტუმრები ზმუკის ფარგლებში არა იცი რა ეგეც აი როგორც ვამბობთ რომ ეს ჯილდოები კომუნიზმის გადმონაშთია ეგრე უყურებ მე უკვე სტილს რას რა თქმა უნდა ნიკუშ რავი რა სტილი 21 საუკუნეა რა სტილი მე ყველანაირი სტილი შეგიძლია იხმარო შენ მუსიკაში იმიტომ რომ ყველანაირი სტილი შეგიძლია საკაიფოდ გააკეთო მომენტებში ან თუნდაც რავი არა მომენტებში და ტრეკი იყოს რა ანუ აი ხა გერმანიაში ვიყავი რა და ხა ნუ საქართველოში აღარ მეკითხებიან და იქ მეკითხებოდი რომ გაიგებდნენ რომ მუსიკოსო რა ჟანრს რა სტილს უკრავო და აგრავიბნეოდი რა და ხვდებოდი რომ ხა მაგას სერიოზულად ვერ გავცემ პასუხს და მეუბნებოდი როკ-ენ-როლს თქო ნუ ანუ ხო ხვდები ისეთი პონტია რა ჩემთვის ეს ყველაფერი როკ-ენ-როლია რა ბიჭო ხო მაგრამ მაინც გინდა გაიგერო ჩაკ ბერის პონჩი როკ-ენ-როლს უკრავ და რა თქმა უნდა ხო რავი და მუსიკა ხო და მაგრად ეხავს ეს ჩარჩოები იმიტომ რომ მე აი ძალიან ბევრი არტისტს უთქვი რომ ვიმანაში როცა უკრავთო რა ვაფშე სხვანაირად მართლა მეც ვატყობ რა ვაფშე სხვანაირად უკრავ იმიტომ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს არც ნაციონალობაში და ვაფშე არც აზროვნებაში არაფერში და უსწორდება თამამას გზნობენ და მართლა სხვანაირი გამოდის და სადმე რომ უკრავ კლუბში თქვა კომერციული სადაც გონორარი უნდა გადაგიხდო მაინც ეს სტილს გეკითხებიან რას დაუკრავ როგორ დაუკრავ ისა და გინდა არ გინდა ამ ჩარჩოებში ექცევი და მე აგძელებ ამ ჩარჩოებში ყოფნას იმიტომ რომ ეს უფრო მოსახერხებელი ეხლა მე და ბახალა აი გოგაც ვიყავით რამოდენიმე კვირის წინ რაღაცა კონცერტზე რა და პოპი იყო რა ნიქსნოიზზე ვიყავით ხო კარჩი რომ უსმინო არის პოპი გამისკირიამალიას ეგეთი პანკი მე არ მომისმენია ცხოვრებაში ვაფშე რა მაგას ვიძახი იგი არის ნამდვილი მუსიკა რა აუ რა საუნდია ისე მართლა აი რაღაცნაირი ლოუფა გოგო მღერის პოპი ანუ აი რა ვიცი რა პოპის მელოდია ეს მაგრამ ნუ აი კარში მთელი თავი შიგთავსით არის აი სუპერ ჰარდკორ პანკი რა მე ვთვლი რომ ჩემი მუსიკა მომენტ პანკი არის არ მე რავი ელექტრონული მუსიკას ვაკეთებ თუ რას ვაკეთებ რავი რა იდეინათ რაღაცა არის просто რა თქმა უნდა ეხლა იერი იცვალა ამ პანკმა და რამდენი ის განია ლეველი განია გაიარა და
დღესდღეობით ესეთი ფორმა მოვიდა. მე ესე ვთვლი, რა ვიცი, შეიძლება არ არის ეს შენ პანკად ხო, შენ მუსიკას. ჯიგერი, მე შენ პანკად აღიქო. და შენც მახალ. ბიჭო, ჩვენ ბავშვობაში იყო, არ ვიცი, შენ თუ მოყევი ამ პონჩში, რომ ანუ იქ იყვნენ ხიპები, პანკები, მეტალისტები, სამი სასწაული იყო. ჩვენ ვიყავით, ანუ მე ვიყავი პანკი, მეც პანკი ვიყავი. ბიჭო, მე არც ერთისკენ არ მინდოდა მიმეკუთვნა თავი, მაგრამ უფრო პანკი ვიყავი, ვიდრე მეტალისტი ან ხიპი არასდროს არ ყოფილა. ალახმა დამიფაროს რას ამბობ ახლა. დიახ. ხო, ჩემ საქმეში ესეა, ეხა ვინც მაშინ გვერდში მოხვდა, იმიტომ რომ არ დიდად არ მეგობრობდით რა იმ თქვათ მეტალისტებთან. მე ხო დარჩა ესენი და დღემდე მაინც შემოგჭა რომ ავის კამანდა მეტალისტების ესე ვშვებით რა, ისე ვამბობთ რა. და აქეთ პლანგზე ყველა ის არის პანკია რა. ხო და ესე გამოვიდა რომ პანკი უფრო დიდი დიაპაზონი აქვს პანკს ვიდრე მეტალი უფრო შეზღუდული რა, დაჟე მეინსტრიმში ყველგან შეიჭრა და იმ დღემდე ცოცხალია რაღაც პონჩი შეიძლება სახეცვლილი, მაგრამ რავი რა. იცი რა შეიძლება იყოს მელოდია რაღაცა პოპი, მაგრამ ტექსტი ისეთი გაუჩითო რომ ეგრევე პანკი ხდება რა. ხო რა. ესეც სადაც ცოტა პანკი არ არის, ცოტა ხულიგნობა რაღაცა მე ესეთი მუსიკა ვაფშე არ მევასება. შეიძლება პაპსა იყოს ძალიან მაგარი, მაგრამ რა 1-2 სიტყვა ისე იყოს ნახმარ და ისე იყოს ნახულიგნარი, რომ აი მაგრად გაგისწორდეს. იმიტომ მე აი 2000-იანების კარგი კუთხით ვიძახი. აი 2000-იანების პერიოდში ბენდები რაც წამოვიდნენ მე ცოტათი ვიღაცები რა. აი და დაჟე White Stripes-ები და ვიღაცები ხო თვითონ წავმა, მაგრამ აი მაინც არ მქონდა მთლად ეგეთი ახმა რომ პანკები არა, იმიტომ რომ რაღაცნაირი გადაიფილტრა თითქოს და აი ხო, ნუ შეიძლება აი ზედმეტი პოპულარობა. ეხა წამოვიდა ძალიან მაგრამ. ეხა თავიდან წამოვიდა. აი ხა უკვე ახალი აღარ არის, მაგრამ Idols არის ესეთი ბენდი. ხო იცი? იმინა დაიწყოს თან დაიწყეს იმინა აი პირდაპირ პანკით დაიწყეს. ეხა გახურდნენ რაღაც Radiohead-ის პროდიუსერი აიყვანეს წინა ბოლო ალბომზე და მაგარ საუნდზე მოდგნენ, მაგრამ Shit House-ი აქვთ. ეს პონტია, короче, რა, რომ გახევს რა იმინა. ასეულს და ეგეთი სინთეზები მაგრად ასეულს. ამიტომ ყველა სტილი უნდა გაერთიანდეს რაღაც პონჩში. ხო და ეხა კაი გარი აზელილია უკვე და იმიტომ რაღაც აღარ ქსიამოვნებს რომ ერქვა, მაგრამ მაინც ვიღაცა ეხა რომ გიძახის გეკითხება სად ვანაობ რა, პოპში ვანაობ თუ როკ-ენ-როლისკენ ვანაობ, შეიძლება ესე დაყო რა. ცოტა პოპად უფრო და იმათ რა ქვია რა. რაღაცა. ხო, ნუ. პოპშიც ხო არის პანკი, მაგრამ პოპს გულისხმობ. რავი, დღეს ვინ არის არც ვიცი ისე მართალობით რა. ის საგარეო სცენაზე. პოპში? პოპ, აი მინა აი როგორც Britney Spears იყო ეგეთი ვინ არის, Lady Gaga-ც არ არის ეგეთი. არიან ვიღაცები. Taylor Swift. ო, შე. ო, რაც არის მომა ჩემთვის ხო. აი ეხა ძალიან სულ რაღაცას სუც რა პონჩი რა რომ არ მაქვს მოსმენილი და მეზიზღება. რა ზეიძა? Taylor Swift-ი. არც მე არ მაქვს მოსმენილი და მეც მეზიზღება მართლა. აი ეს ფოტო უნდა ჩავაგდო. სუდა ის როგორც წელს ხოლმე იქ. ფოცხერთან ერთად. ეგრევე ამოვა კადრად. ფოტო შორს ჩვენგან. yaxshi ბრატ, yaxshi. ბოთლი უნდა გამოიცვალოს. ბოთლი. ამას აქ სემპლერი. ახე. ძალიან მაგარი. ვიცი რა, ეს მოდელიც ვიცი, მე ვერ ვყვები ზოლკასიუში. რა თქმა უნდა. ეს ხო რამდენ წამიანია ამას სემპლერი? აი, ნახოთ. ბაკალა. ეგარია. Bitte sekne, mesela. Sada aksintsisa. ჩვენი კუდი უნდა იყოს. და მაგარი კუდია. თუ გინდათ ცოტას დაგირე მიქსერს მაშინ. აი გამომიგზავნეთ ეს სემპლი და გაგიკეთეთ რა. ყოველ შემთხვევაში ერთი გადაცემის კუდი იქნება და ჩვენი კუდი და გამოიცვალა პატრიოს ამაკაცი. აი ხო, გეყო. რიტმი როგორ უნდა ავარჩიო? დისკო. გადასაი.
მე შეირაცხება ჩემ პოდკასტად. როგორც შენი ბენდი შეირაცხა. სირკუს მირკუსის სიმღერა არის, ამით იწყება საქართველოს ქვია. აი ამით იწყება, ხო? რომელიღაცა ბიტით. ეს კონკრეტულად ის გამოყენებული. ხო და მე პირველად კასიოს ხმა მეინსტრიმში რომ მოვისმინე ნიკე ანუ კასიო მქონდა რა დეჩემმა ჩამომიტანა საერთოდ საბავშვო კასიო მქონდა რა და ნუ აღვიქვავდი რომ ნუ რაღაცა საბავშვო ეს არის რა და პირველად მახსოვს რომ მამაჩემმა წაიღო მაშინ მელოდიაში წერდნენ რა და წაიღო და დაასემპლა ბიჭო და მე ანუ ჩემი სათამაშო რაპონჩი გამოიყენა თქო რა და მე მოვისმინე ნიკეის აქ რაღაც სიმღერა კასიოს დრამი აქ რა ეგრევე ხუთ მითქი რომ ეს და მან მივხვდი რომ შეიძლება რა აი დაშვება მან გამეჩითო რომ თავიდან ხუთ რაღაც ბავშვი რო ხარ ხო რაღაც ჩარჩოებში ხარ რა ხო და მაგის მერე სუ აი თამაშების იმის დამიხვედი გეიმერი არ ვარ მაგრამ სუ მაგ აი 8 ბიტიან საუნდებს სუ ვიყენებ რა მაგარი საუნდი აქვს რა საუბარი ბიჭო იმათმა დარეკეს ისე რო იცოდა რუსებმა არა ვინა ჩვენებმა რო გვინდა და რო არ მოდიან ვეიპორია დარეკეს და რა გითხრეს მაგას მე რეკეთო გავცეცათ ანუ პასუხი მე უთხარი ჩემი და გავხარდეთ კი არცაცი და არცაცხელი ფერი არ მომიკლია და ძალიან გახარებულები დავრჩით ვა ძალიან კარგი რა საათში გაგიცვალა მაშინ რო იძახდე რა საათში გამიცვალა რამე კარგ საათში მე მგონი განსაკუთრება ის ბასი მევაჯობდა იმ საათს ასე სარფიანი ის იყო შეთა რა საათიც არ უნდა ყოფილიყო და რა ბასიც არ უნდა ყოფილიყო ყველავანში ბასი ჯობდა მე მგონი სეიკო თუ რაღაცა რა მაშინ ეს სეიკო საათს სეიკო და ის საათი კიდე საიდან იყო მაშინ მოგდებული მაგასაც ხონდა თავის მუღამი მოკროვილი იყო მოკროვილი ოქროსია მოკროვილი ბიჭო და ის არა ქვია გოგი გოგი რო აბა გოგი გოგი ძოძუაშვილი გოგი ძოძუაშვილი მინდა თქვა ჩემი მეგობარია და ჩემი ძმა არის რა ჩვენიც ხო სად გაიცა მაგის მუსიკას აკეთებს სად გავიცანი ესეთი რაღაცა მოხდა ბავშვობაში რომ მე და ჩემი მეგობარმა ჩემი მეგობარი მეუბნება პროსტად რა ისო რაღაც ადგილი გავიგეო ძიმაო მაგრად გაგისურდებაში ნუ მაგარი აპარატურაა რა უდანიკიცარიო რაღაცაა და ჭირდა მაშინ რა ინსტრუმენტების დათრევა რა მაგრად თუ გინდა წავიდე თუ წამოყვებიო და გავზარცოთო რა წამოვიღოთო და მიადეკით ღამე მივედით რა ღამე მივედით რკინის კარები ეყინა ახსოვს სანთელი მქონდა სანთელი ავანთით რაღაც და ეს დიდი ხანი დაგვჭირდა რკინის კარები შევლეწეთ შევედით შიგნით აუ იმინა ეგრე ხმაურით შეხვედით ან მოურით სარდაფი იყო რა სარდაფში სარეპეტიციო იყო და მე არ ვიცნობდი პირადად არავის იქ ნუ ესე გამოვიდა რა ვიცი და გაიტანე გავიტანეთ ხო და მე წავიღეთ ეს ინსტრუმენტები ჩემს ხვენში მქონდა სტუდიო და რა ვიღეთ დავამდეთ კომბები მთელი სარეპეტიციო წაიღე კი დრამი რავი ყველაფერი რავი კაიფი იყო მაშინ იყო რეიდები რა და რომ გამოვედით იქ ეს გაძარცული ორნი ვიყავით და ძალიან ბევრი რამე მოქონდა რა და შეხვდა ერთი ვიღაც ნასვამი ტიპი იყო ბიძა რა და ბიძა ჩემ მოგვეხმარეთ გქონდეთ თუ ისა ვარ მე ქორწილე მუსიკოსები ვარ რა და იქნებ ჩაგვადა ტაქსი რაღაცა არ დადიოდა უკვე გვიანი იყო და ამ ბიძა ჩემმა ჩაგვატანინა და კაკას რეიდი გაიჩითა რა რეიდები იყო მაშინ პოლიცია რაღაცა და ეგრე რაღაც ვაციეთ და ეგრე მივედით მათ და ეს
მუსიკოსები ვთქვა ფული არ ვიქნებ და დაგვეხმარო თქო რომ ტაქსი გაგვაჩერებინოთ ხო წარმოედგინე რა აქეთ ისინი იმათაც ათრევინე და ხო და ისინი ავტომატები თქო პოლიცია პიკეტი იყო თუ რა ცეცხლიან თუ რა და გაგვაჩერებინეს მანქანა ჩაგვაწყობინეს კარგად ეს კაცი ძალიან აქტიურობდა ის ბიზნეს ჩემი არ მახსოვს სახელით რა დიდი მოკითხვა მას თუ გხედავს ალბათ არ ვიცი ხო და წავიღე ეს და მე ერთ-ერთ დღეს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეუბნება რომ არ ვიცი რაღაც მოხდა რა გავიგეთო რომ ძალიან კარგი ხალხის იყო ეს აპარატურაო რა რომელიც და ესე გავიცანი მე გოგი ლევანა და თელი ექსასტა გაბაზი მადერონ მანდესის აპარატურა იყო მადერონ მანდესის არაბეციო ეს იყო საერთო მადერონ მანდეს მისტერია იყო ჯგუფი კიდე გოგის და ლევანა ხო ეს გავიცანი ეს კაი ხალხი და დღემდე მეგობრები ვართ ანუ რა თქმა უნდა დაუბრუნე რაზე საუბარი აუ რა მაგარი არის ვიღაცამ მიყვებოდა ლადუყვებოდა თუ მიყვებოდა არ მახსოვს იმაზე მე დადაზე ყვებოდა მე მგონი მაგას დადა რო გაიტანა ბიჭო ეგრე დადასაც გაუკეთებიან რა რაღაცაო რომ დაიწყო დადამ ნელა დაგრა ჰაი ჰუიო და ესე ავიდაო და ვიღაც სადღაც რაღაცა ეგეთი დაბომბაო მე მინდა რა ვიცი სხვანაირად არ გაიგოს იმიტომ რომ მანამდეც ყოფილა ესეთი შემთხვევები იმიტომ რომ არ იყიდებოდა ფიზიკურად ეს ინსტრუმენტები და საიდანღაც უნდა გაგეჩინა ან ძალიან ძვირი და რომლის ფულიც არ ქონოდა მაგათაც სტუდქალაქში იყო რაღაცა კლუბი თუ რაღაცა სადაც რეპეტიციებდნენ ვიღაცები და ერთხელ ეგეც ძალიან მწვენია მაგრამ ნუ რავი მე ხას გავუსვამ ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა რომ ჩვენ შეგვექნა ახალი საუნდი და გაგვეკეთებინა რაღაცა და რაღაცები შეგვექნა და არა იმიტომ რომ რაღაცა დაგვექცია ვიღაცისთვის გაგვეტეხა არ ვიცი ხო და ამის მოსმენა მართლა შეიძლება ვიღაცამ ხა არასწორად გაიგოს არა ყველაფერი სწორად გაგებული იქნება პროსტა ეხანდელი ტიპებისთვის მოსასმენად ეგ ანუ ეხა ხო შეხვალ მაღაზიაში ისე მოპარვაზე გამახსენდა რა ეგ არაფერი არ არის იმასთან შედარებით რაც ხდება ეხა დღესდღეობით რეალურად რა აი მაგალითად არავინ არ გეკითხება შენი ტრეკები შეიძლება აიღოს ახლა კოპირაიტი არ არის საქართველოში მაგალითად ეგეთი მუსიკალური კრიტიკოსი არსებობს ჯაბა შავიშვილი აი ესე ჩემ ტრეკებს იღებს როგორც გაუსწრდება მე არც მეკითხება დებს პლატფორმებზე სადაც შეგინო YouTube-ზე და ასე შემდეგ რა ზოგიერთი დაუმასტერებელი ზოგიერთი დაუმიქსავი ზოგი მე საერთოდ არ მომწონდა საერთოდ არ მინდა რომ იყოს იქ მაგრამ არც არასდროს უკითხია არც არაფერი და რა ვეხა ქურდობა არის ეგეც პრინციპში რა მე მეგონა რომ 90-იანები დამთავრდა და თურმე ეს დასაწყისი ყოფილა რა განუკითხავობაა პროსტა ხო და მაგის მექანიზმები არის კონტროლის თქვა ამის მექანიზმები საქართველოში მე არ ვიცი ერთ-ერთი ორგანიზაცია თუ რა შეიძლება დაარქვა იყო გერა და ამერიკას დამპატიჟეს რომ ანუ მეც მივიღო მონაწილეობა იმაში რომ შევიდე ამ კოპირაით სისტემაში რომ საავტორო პრობლემა მაგრამ მე არ მომეწონა მათი შეხედულებები მათი მიმართულება და ასე შემდეგ და იქიდან წამოვედი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ვიღაცა შავიშვილს ან თეთრიშვილს ან გოდერძიშვილს ან ბადრიაშვილს როგორც მოეპრიანება ესე აიღოს ჩვენი მუსიკა და დადოს ხო მაგრამ ალბათ სადღაც უნდა დაარეგისტრო მეც ვერ ვერკვევი სიმართლე რო გითხრა ამ რაღაცა უფლებებში რა მაგრამ უნდა დაარეგისტრო შეიძლება რა თქმა უნდა ეგ ცალკე თემა არის მაგრამ როცა შეხარ მუსიკალური კრიტიკოსი პირველი კრიტიკასთან გაქვს საერთოდ შეხება და არ ეკითხები არტისტს რომელსაც იცნობ რომ შეიძლება თუ არა გამოდო მისი ტრეკი და ის თანახმა თუ არა მე მგონი ეს უფრო მუტალი ქურდობაა რა ვიდრე სხვა რაღაცები რაც ჩამოთვალე და ქონია მაგაზე ბაზარი სად ჯაბასთან მე რაღაცა გადაკვეთა მქონდა და რაღაცნაირად ვერ შედგა ჩვენი კომუნიკაცია მაგრამ მქონია არ მქონია რომ კიდევ ხალხს გავსო როცა ხარ პროფესიონალი და როცა წერ სტატიებს როცა თანამშრომლობ ლეიბლებთან და არტისტებთან და ასე შემდეგ რავი მე მგონი მან არ ჭირდება ხო დიდი მათემატიკა რომ არტისტს უბრალოდ უნდა შეეკითხო რაღაცაზე რა ეს ელემენტარული ძილობაა ტაქტის ამბავია ხო გეთანხმები 100% ბიჭო და ირაკლისთან რა კვეთაში იყავე ირაკლი შარპიანთან ირაკლი იყო ჩემი ძმა რა თავიდან გავიცანი როგორც უფროსი მეგობარი ჩემი ძმა როგორ ხო ესე დადასთან შევხვდით ერთხელ და მე დადა და მაგისი ცოლი ცხოვრობდნენ არაგვის პირში
და ირაკლი, ჯოზეფა და ალბომზე მუშაობდნენ და მაგ პერიოდში ტუსოვკა ცხოვრობდა იმინა იქ სადაც კი, ბევრი ხალხი ცხოვრობდა და ერთ-ერთი მეც ვიყავი და დამაგრად დავმეგობდი ირაკლის და დალპაძენიკით როგორც იტყვია. მე ერთად დავადექით დადას. ლივერპულში ცხოვრობდა. აი მოყევი რა როგორი იყო. და დადა რაღაცებს მიყვებოდა რომ ეგენ ჩამოვიდნენ და ბოლოს გავაგდებოდა. რატო გაგაგდოს? კი, მართლა ეგრე იყო. თხოვესა დაგვეტოვებინა UK. ხო და რა მოხდა? ერთი ის მოხდა. პირველად გაბრაზდა დადასოლი ჩვენზე რა. ჯერ ვიკითხეთ რომ ჩავედით, ეგრე დადას ვკითხეთ ნარკოტიკის შეძენა გვინდა თქო და რაღაცა კონკრეტული ნარკოტიკის დადამ თქვა მე ესეთი დაბალ ლეველზე ხალხი ვინც არის მაგათანო საქმე არ ამაქვსო და მე ვარ საერთოდ შეხება არ ამაქვსო მაგასთან და მე დაგვენ დავჭი სახში მარტო ეს პირველი დღეა და გადავხედეთ რა მედიკამენტები არის ოჯახში ერთი სიტყვით. და ვიპოვნეთ რაღაცა ნივთიერება, რომელზეც ეწერა რომ შემცველობა აქვს ძალიან დიდი პროცენტი ნარკოტიკის. ნუ დანარჩენს რაღაცასაც შეიცავს. აღმოჩნდა და ეს მივირთვით ჩვენ ეს ტაბლეტები. და აღმოჩნდა რომ ეს არის menstrualuri ტკივილების აბები. რომელსაც ქალებს მანდილოსნებს თუ ქალებს უნიშნავენ. ტკივილის დასაბა რაღაც. ხო და ძალიან გაბრაზდა. გაგაძევეს მაგის გამო. არა, ამან просто ინსპირირება გავაკეთა. პირველი იყო და მე სხვადასხვა ლეველები და სხვადასხვა ლეველები. კიდე ეგეთი რაღაცა შეგვიმთხვა. ღამე იყო, რავი, დავლიეთ ლუდი რაღაცა გავისინოთ ლივერპულში ვარ და ჯერ ერთ კლუბში შევედით, არ მოგვიწონა, მეორე შევედით, არ მოგვიწონა, მესამე შევედით და რაღაცა და აი ეს აქ რაღაცა კაი ტუსოვკა ორივე მარტონღას აღმოჩნდა და შევედით შიგნით. შევედით და რავი, ცოტა ქართულად მოგვიდა რომ ეგრევე ბევრი ლუდი შევკვეთეთ. ნუ რიგი იყო იმ ბართან, რაღაცა მაგიდაზე დავსხდით და უთხარით ამ მონტანს რომ პირდაპირ მოგვიტანოს ერთი 5-5 კათხელ ლუდი. მაშინ მე თავი გადახოტრილი მქონდა, სულ გადახოტრილი მაქვს პრინციპში. ირაკესაც ესე გადახოტრილი ხონდა და ყველა შევამჩნიეთ და ყველა თავ გადახოტრილია. ეხა ყველას ბატინკები აცვია, ნუ რავი ხა UK-ში მოსული რავი ზოგს რამენ ბეისებას მაგრამ ეს დავასხედეთ მაგითა ფეხები დავაწყეთ და ეს ბევრი და ყურადღება მივიქციეთ ამ ხალხის ამას გძელეთმები რაღაცა და აღმოჩნდა რომ ვარ ნაცისტი. აი პერიოდი ამას ის რო ქონდა გინა გადახოტრილება და ყველა მიგვიღო რაღაც როგორც და კარგად საუბრობდა ძალიან ინგლისური აქცენტით, ბრიტანულით ირაკლი და მე მივხვდით ეს ფეხები დაწყობილი რაღაც ბევრი ლუდი და ეს ყველა გვიყურეს და თურმე ვარ ნაცისტების კლუბში და გონიათ რომ ჩვენ კონკურენტები ვართ ვიღაცა ორი ტიპი მოვიდა ეს ბევრი ლუდი ერთად რაღაცა მოსაწევს ვეწევით იქ რაღაცა და მე გამოვიპარეთ იქიდან და მე ხმა არ მომიღემ რომ დავიწვებოდი რავი საიდანაც თან გადაობ შენ იქ ემიგრა რაღაცა უცხო ძალიან ბევრი კლუბი გამოვიცორე და ბოლოს ეთყობა ალახმა გადმოგვხედა და სადაც ჩვენი ადგილი იყო იქ შეგვიშვა ისე ვის ქონდა კოტე მოყვა ხო ხო როცემოს ნაცისტები კოტე კალანდაძე გალახის ეგრე მოსკოვში აი მინა просто აი ზურგიდან მოეპარნენ და იმინა დაბრიდეს რა ხაჩის ჩვენ არ გვიმართლა შენ რო გაგიღო პირი იქ ეგრე გახაჩდებოდი ხაჩი მაგათ ვიზი აქვს ინდუსტრიებზე ალბათ და შავებს ეხა ისეთი მოძრაობაა ინგლისში რომ просто ნებისმიერ ემიგრანტებს ჭედავენ ყველაზე ჩინელი რამე პრინციპში ხო სხვა ფერი რა ხო ნუ სხვა რა ჩამოსულ დაჟე ევროპას გამოიყვნენ გიჟები არიან შეჭი მანგა ყველაზე ცუდი რაღაცა რაც შეიძლება იყოს არის ნაციზმი ეგ არის ხო вообще მარტო ნაციზმი რა ნებისმიერი ტიპის ადამიანის ან გენდერის ან ძალიან რადიკალური რაღაცა ყველაფერი ხო არ არის მაინდამაინც ბიჭო თან ხო ჩვენი კულტურა ვართ რომელსაც იდეაში მაღალი დოზით ქონდა თავის დროზე რა კი თბილისის განსაკუთრებით იმიტომ რომ თბილისი სულ იყო ინტერნაციონალური ქალაქი და რა ყველანი ერთმანეთთან ზურა მაიცა რას ამბობ ხა მე ვიცი ისტორიულად შეიძლება მაგრამ 90-იან წლებში მე ისეთები მაქვს ნანახი არა მე 90-იან წლებზე არ მითქვია მაგარ вообще ზოგადად საბჭოთა კავშირმა აწვეთა ეგ მეუღებლობა
ანუ დაგეტილი სისტემა რო შენარჩუნებულიყო სადღაცას ეგ თესა და როგორც კი მაგიდან გამოვედით აფეთქდა ეგ და ნათესები რა რაც იყო ის მიჩადებული იქ ეთნიკური არ ვიცი ხა რამდენად საბჭოთა კავშირის პონტი იყო მაგრამ ნუ რა გამსახურდია რომ მოვიდა მაგ აფეთქდა საქართველოს ქართველებს იყო და აფეთქდა ეგ ნაციონალიზმი ჩადებული რეგიონების და მხარეების მაგ აფეთქდა უბრალოდ როგორც კი გამოხვედა ანუ ხელოვნურად მოხდა ეგ რა ვიღაცა მე პოლიტიკოსებზე არ ვიძახი ნიკუშ თითქმის ხალხის სითფოზე ვიძახი და რავი ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და გვიყვარს თბილისი ქართველების კონკრეტულად არასდროს არც ყოფილა და მე მგონი არც იქნება ეს არის ინტერნაციონალური ქალაქი და სხვანაირი მოგვა კულტურების შეერინგი და სხვა ლეველია მე ამითი ვამაყობ რომ ესეთ ლეველზე ვიყავით ყოველ შემთხვევაში და მე იმ პერიოდში აი მე მგონი ეხლა ისე ვარ ბიჭო ეხლა ისე ყოველთვის არსებობს ჩავარდნები ამოვარდნები მაგრამ თავარი დაუბრუნდეთ იმას საიდანაც მოვდიოდით რა ეგ არის ადამიანების დაპირისპირების ფორმულა როგორ აი ჩვენ რიმანაში მაგას ვცდილობთ რომ ეგ არ იყოს საერთოდ იმიტომ რომ ჩვენთან არ არის არანაირი ესეთ ნაცია არ არსებობს არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის რომელიმას ყველანი ერთნი ვართ და იმიტომ რომ ვისაც ჩვენაირი შეხედულება აქვს იმას გულისხმობთ ხო და ნუ რაღაც პონჩი ეგრე მუშაობს რა როგორც აკეთე იმიტომ აკეთებენ შეჩემა რომ ეგ მიუღებლობა მასაში არის რა და ანუ ის თავის დროზე რაც არის თქო ნამუშევარი და ნაწყვეტი ხალხში ეხა ვიღაცები მაგებს გიფეთქებენ ესე ხო და მე მგონი ამ ყველაფერს იგნორი უნდა გავუკეთო უნდა გავუკეთო მაგრამ ყვება სიყვარულს არ აქვს არც რელიგია არც ნაციონალობა აქვს და ვაფშე სხვა ალაგ-ალაგ ხო იღვიძებს ეგ სულ აი თითქოს ჩაიძინებს მიმღებლობა თითქოს ვიზდება ოღონდ ის პერიოდია ხოლმე როცა ბალანსი არის რა რაღაცა იქ ზემოდან მართვის იმისი ამისი და რაღაც კონტროლის მექანიზმები და როგორც კი გაურთულდება საქმე მართვაში ეგრევე მაგით აპირისპირებენ ხნიან ხო და შიშებს გინერგავენ რომ აი ეს თუ ბევრი იქნება ეს თუ იქიდან ბევრი შემოვა ეგრევე შენ დაიჩაგრები სამსახური არ გექნება ну რაღაცა ისეთი ხო მაგ არ არის კიდევ კარგი არსებობს მუსიკა და რა ვიდეო ხელოვნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ ამ ყველაფერსგან შეგვიძლია გამოგვიყვანოს რა და ხო და ეგ არ არის ქართული რა ექსკლუზიურად იმიტომ რომ ამერიკაშიც მაგას აშენ რომ მექსიკელები შემოვლენ და სამსახურს წაგართმევენ აქ გეუნებიან რომ ჩინელები მოვლენ და ყველას მასაჟს გაუკეთებენ და ასე შემდეგ რა მინდა მასაჟი какой-то хороший человек მინდა ძალიან მინდა ხო და რავი ნუ მაგ ვართ ეხლა რა გუშინ ვიღაც მეგობარი მწერს ერთი რაღაც სხვა ქვეყნიდან რომ რაღაც პონჩიო რო გიყურებთო ჯერ კიდე მიხარია რომ ვარო რა ქართველიო რა და რეალურად მე კიდე მიხარია რომ ეგ ცნობიერების ადამიანები ეხანდელ თაობაში მithumetes ძალიან აი რაზეც ვნატრობდი თელი ბავშვობა ხო ეგ მოხდა ეხა ანუ აი მაგ ცნობიერებამ ისე იბუთხა და დიდი ნაწილი, ну, კაი, მაინც შეიძლება პაბლიქვია, ხო, მაგრამ უკვე აი მაგით, ანუ აი მიმღებლობების მაღალი დოზა არის უკვე რა. და ეს პატარა ნაწილი. ბევრად უფრო კარგი იმაზე ვარ საფეხურზე. ძალიან და ეს ხო მაინც ესე გამოვიყურებით, რომ ცოტანი ვართ ახლა მასისგან განსხვავებით, რომელსაც უჭირს მიმღებლობაში რა. მაგრამ მაინც უკვე ბევრი ვარ. ბევრი ვარ და სადაც 300 კაცმა შეძლო თავის დროზე რომ ეს ახლა დღეს გამختارიყო 1000-ები, ეს 1000-ები კიდე ახლა აი ამ რთულ პერიოდში, სადაც კიდე უფრო მეტად მოჭერა მიდის ხელოვნურად რა, მაინც გავარღვევთ. ნამდვილად ეგრეა დაგეთანხმები და კიდე აღნიშნავდი რომ ხელოვნება არის ერთადერთი ყველაზე მართალი წყარო, რომელსაც შეუძლია რაღაცა ცოტათი ტვინი გაგიხსნას და რაღაცა კი და მუსიკა. მუსიკა ხო, სიყვარული გაჩვენოს, მეგობრობა გაჩვენოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უშუალოა ძალიან და ნამდვილი და მართალი. მე ვიძახი ნამდვილ მუსიკაზე, ნამდვილ ხელოვნებაზე, რა თქმა უნდა. ხო და ძალიან საყვარლობა არის რა. და რა თქმა უნდა აღნიშნა ანდერგრაუნდი. ხო და ისე ფამილიარობის გარეშე ძალიან მიყვარხარ რა და იმ პერიოდში ვინც სადღაცას ეგ კავშირი მოხდა და ეგ პასუხისგებლობები აი ვინც აიღო ყველა ძალიან მიყვარს რომ მაგას ატარებენ გენაცვალა იმედია ესე ვიქნებით სულ მაშინ მეც ვიტყვი რაღაცას იცი რა მაშინ მეც დავლევი ეს მიდი თქვი არ ვსვავ თორე შენ სადღე გზელოს სვავ რა დავლევი მაშინ რა არის იცი რომ underground-ში ხშირად იგულისხმება ხოლმე რაღაცები ფასეულობების უგულვებელყოფა. ხო, ბევრს გონია, ხო, underground-ი არის ის. ხო, რომ აი ამ კიდია და კაროჩე ყველაფერი ყლეზე კიდია და ყველაფერი არაფერი არ გაინტერესებს და კაროჩე
მე შენგან ისეთი ადამიანური რაღაცები მაქვს ნანახი რაც აი ჩემი ახლა გავწეთდები აი რაც ახლო მეგობრებისგანაც არ ხარ 30 წელია მეგობრობთ, მაგრამ ახლა მე და შენ ახლა გადაბმული ძმაკაცები არასდროს არ ყოფილოთ, მაგრამ მე ყოველთვის მე მიხარია შენი ნახო და ჩემი მეგობარი ხარ. ძმა ხარ და ახლა ისე დროებში დგარ ხარ ჩემს გვერდში, რომ ხოზე ხარ ბევრი ჩემი ახლო მეგობარი არ ყოფილა რა. ვა ნიკუს პროსტა რა შეიძლება ერთ ხშირად თუ არ ხვდებით არ ნიშნავს. ხო და ზუსტად ეგ არის, ხო და ეგ ანუ ეგ განსაკუთრებული იმას იძლევა რა, საიმედოობას იმ პერიოდში როცა რთული იყო თქო და სადღაცას მართლა ძალიან ცოტა იყო ადამიანი ვინც შენაირად ფიქრობდა და სადღაცას ესე გაგიგებდა რა რაღაც პონჩი იმ სისუსტეებშიც რა რაც მაშინ სისუსტეებად მიაჩნდა ესე მასას რა და რავი მე კავშირები შეჩიმა ძალიან მოშნი არის ხო ჩვენ იმ დროიდან ვართ რომ აი ეგ კავშირები იყო ძალიან წირი და მაგიტო ანუ აი ხო აი რაღაცა სინათლეები ვით არის რომ ვიცი რომ არსებობს ნათელი წერტილი ეგრე არის ერთი ტომი ვიყავ ერთი ტომი პატარა ტომი ძალიან არა მიტომ მოვწიე რომ აქაც ვიფავ ეხლა მკითხეს რომ საყურესო რატო აღარ ატარებო რა იმიტომ რომ короче ჩემთვის ისეთი აქტუალური აღარ არის იცი რა მაშინ როცა მეკითხა რავი სულ კონფლიქტი მომდიოდა და რაღაც აი ეს პონტი რაღაც პონჩი დაჟე მევასებოდა რომ ვიღაცას რომ მკითხებდი და ასე შემდეგ ეხლა შეიძლება არავინ არც კითხოს რავი რატო გიკეთია და მეც აღარ მიკეთე აი მიზარება მოყოლა მე ვთხოვეს ერთხელ ხო ეს ჩემო მეგობრებმა რა გეხვეწები ძმაო საყურეო მოიხსენი ჩვენი თხოვნა იქნება და რატო მეთქი და იმიტომ რომ მე ჩვენ გვექნება პრობლემები ეგოისტური მიდგომა მაგით მაგომპლექსებდნენ ჩემი ძმაკაცები რა ანუ აი ბავშვობის ესეთი უბნის და სკოლის მაგაცები რომ ანუ შენ გამო შარია სულ და მართლა შარი იყო მაგრამ ნუ რაღაცნაირად ხო და ღირდა მაგ შარად ნამდვილად კი ღირდა ხო ეხა რასაც ხედავ ყველაფერად მიღირს საერთოდ ნამდვილად არაფერს არ უნდა და ყველაფერი ასწორებდა და მე მგონი ყველაფერი სწორად წამოიწედა ბიჭო ძალიან მევასება კიდე ერთი ეგეთი ეპიზოდიც იყო რომ ვიღაცა ერთხელ აი ესე მაგ პერიოდში რაღაცა სკოლის დაახლოებით აი ესე ვიღაცამ დანით მომგიდა ეს საყურეზე შეჭი რომ ეს რა არის გინდა მოკაჭრა ანუ ეგეთი მძაფრი რეაქცია იყო რა ნუ მოყვა ეხა მაგას რა დანაზე გამახსენდა არ ვიცი მაგრამ ეხოს არ სიტყვები არ მყოფია ესე კი არა რომ ძმაო რა აი პირდაპირ აი რაღაც ვიღაცამ ეს დანით ეს მომადა შეჭი რა ხოდა ეგ ისტორია არ მახსოვს აქ მაგ მოყოლილი თუ არა. короче 90-იანები არის რა და ვიღაცა გოგოსთან დაავდიოდი რა და მოკლედ ბევრი რო არ მოუყვე რა იქამდე მივიდა სიტუაცია რომ იქ უბნელები რაღაცა ეს გოგო უყვართ თუ რაღაცა და უცებ სცენას მოგიყვები სად გავიჩით აი აბა ღამეა და აყუდებული ვარ და დან აქტივს მოდებული რა სასტავი არის რა და სახელზე აქვს დანა მოდებული ამ გოგოზე რაღაცას მებლატავი და ვარ აი როგორ ჩიხში იცი რომ აი სადღაც ანუ პირდაპირ გაგებით ჩიხში სადღაც ღამე ბნელ ჩიხში მაჯუნების გარემოსვაში ხო და მოდარი უნდა ბრიდავენ კაროჩე რა და ანუ აი აქიდან როგორ უნდა გამოუძვრე ხო ხტები ანუ რა უნდა ვქნა რა და უცებ იჭდება მანქანა ფარების ხედავ და შემოდის ეს მანქანა და უცებ გადმოდიან ბაკურა და ჟორჟიკა. აუცი რა მაგარია. მოსაწევად შეტეხე სადღაც რა. ბრავო. ეგეთი რა დამთხევა პროსტა რა. და გადმოხდნენ და ესენი არა აი ალახი დიდია მეგობრებო. ალახი დიდია. ერთხელ ესე ვიღაცა გამომგლიჯეს. კაცო. იგივე დაგვემართა ვაკის პარკში, აი სადღაც მარგარიტას ცოტა მერე პერიოდი არის, მირომ და კიბილამ და ვიღაცებმა იჩხუბეს ვიღაც მუტანტებთან იმ პერიოდის რა, ძველ ბიჭებთან, ნახალუკელებთან და სადღაც რაღაც დროის მერე ერთ თვეში აღმოგვაჩინეს რომ აურასთან ბირჟაობდით და ჩამოვიდნენ რა დროს აი რაღაც ცოტანი ვართ რა 1-5-6 კაცი ვარ და ჩამოვიდა ჯგრო შეჩემა და მირო იცნეს იმ ჩხუბია იმიტომ რომ იქ ვიღაცებს აგური თავი გაუტყდათ იმათ რა კიბილამ გადა და ჩამოგვადგნენ შეჩემა და ბიჭო აი ესე უცბად აქ ატყდა დედის ტყნა როგორი დადება და რაღაცეები და აგვიყვანეს და მირო მიყავთ მირო იცნეს რა და ნუ ავყევი ახლა მირო ჩემი შეჩემა და ზემოთ ავდივარ და ნუ მანქანაში გვტენიან და მივყევართ ხუიბოზნაით საათ. კარგად გასაჭიროებს მანქანაში. ანუ აი ავედი და მანქანები დგას ზემოთ და
აი უკვე რო აი რაღაცა და გვტენიან და გამოიარეს ვიღაც ჩვენმა მეგობრებმა, ვიღაცაებმა იმ დროის ცოტათი სოლაკელმა და ვიღაც ძველმა ბიჭებმა აი პროსტა შეჩიმა და რო დავინახე, როგორი გადარჩენა იყო. ორნი ვარ შეჩიმა და ერთი 20 კაცი არის, რამოდენიმე მანქანა. და აი თავი გააუწყდა ვიღაცას შეჩიმა, იქა ორლადნოის შეჩიმა და ინა უნდა დაგმარხავ. და ამათმა რო ჩამოიარეს, იასნია ეგრევე და ნუ აი გადავრჩით რა. ხო და სუმა გადარჩენაში ვიყავით რეალურად. ან მე რავი 9 ჯერ ვარ დაჭრილი პირადად. მე არა. ფაცერი ვარ. და ნუ მაგ შარში შენც იქნები გავლი. შენ რამდენი ტვინი შეყევა ქონდა? ძალიან ბევრი რაღაც. ხო და სუეგი იყო. სხვას გადასდა ათვლის ზღვას. რავი მე საულ თქვენ ძმაო თქვენ გამძლეობას. ხო და რეალურად ეხა ამიტომ ცოტა ნაკლები ის მაგთ ხო რა განცდა იმისი რომ ვიღაცა ესე მოგერევა რა შეიძლება რაღაც პერიოდულად ეგ მოხდეს ესე იყო უფრო რაღაც ვიღაც კონკრეტულ ტიპებთან კი არა ის ზოგადად სიტუაცია იყოს ეგეთი რომ ამათ კონდეთ აღებული რაღაც დომინაცია და იპრესები შენთან ერთად რავი რაღაცა ეგრე აღარ არის ხალხს უკვე ტვინი გაიხსნა ბიჭო გაიხსნა და ეხა საიმედოობაც მეტია და რაღაცა თანადგომის ნაწილიც უფრო მაღალია ხო მიყვარხართ გენაცვალეთ. ჯიმ, იცი რა ვიფიქრე? რამე ხო არ გაქვს ისეთი ტრეკი გამოუცემელი, რომ მოგცე რა ჩვენ რო გამოვცეთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა. დიდი სიამოვნებით. მართლა? მაგრამ იცი რა ქვია, რომ ანუ თქვათ უკვე რა არის, რომ ხალხმა ერთი წამით ჩავიხილე. მიდი რამე ტრეკი მოძებნე და იმაში რა ქვია. გეტყვით, ყველაფერი ლუპია ქვია. всё, ესე იგი, ყველაფერი ლუპია, ძიმას ტრეკი, რომელიც არ არის გამოცემული, იქნება აღწერაში. კი ბატონო. და თორდღეში რო იყოს, ხო არ არის პრობლემა. არა, ეს გავაერთო კვირაში. და რომ მოусმენთ და მოგეწონებათ. თქვით, რომ ის არა ქვია, რა სპორტი გააკეთეთ, რომ თან ზმუკიდან ხართ. და ჩვენ, პრინციპში ჩვენ მტვირთავთ, არაფერი ისე. რო კიდე ის რა ქვია, გამოწერებზეც გახსენებთ, რომ სადღაც ეს დაგვა-subscribe-ოთ, იმიტომ რომ, რავი, რა იცი და რა ხდება რა რა იცი რა იციან რაც ხდება უბრალოდ რომ იცი რა არის აი სხვა იუთუბერები რო ამბობენ რომ აი მე უმეტესი ხალხი ჩვენ ვინც გვიყურებს არ გვიწერსო აღარ არის ეგრე ანუ ძალიან კარგი მაყურებელი ყავს რა და არ ვერ პირფერები რა იმიტომ რომ მართლა ჯიგრულად იწერენ და მაგრა გვიკომენტარებენ და ვიღაცა არ არის დარეგისტრირებული YouTube-ზე იმას უჭირს ანუ უნდა დარეგისტრირდეს და ის ანუ არ დარეგისტრირდეს მაგრამ სადო ვინც ყავთ იმათ ყველას ევასება მაგარი ჩემი ჩართვით მე ეს ის არის კაი ხალხი ყავს ჩვენი ფუფუნება არის ხო მაგრამ ნუ რაღაცნაირად გადარჩენა სჭირდება რაოდენობა მარტივად მესმის კი არა ძალიან კარგად მივდივართ ჩვენც და თქვენც აყურებელს ვეუბნები მაგას აი საბოლოო დროის გადმოსახედიდან მოუთმენლობის ნაწილი რო არ იყოს ძალიან ბუნებრივად მიდის ყველაფერი და კარგად მაგრამ ის გვაქვს რა ჩვენც რთულ პერიოდში ვარსებობთ ყველანი და ჩვენს ხალხი ვართ ეგრე არის ჩვენს ხალხი ვართ ხო ვიყურებთ დარეკა და გჭირდება რა მოკლედ რა მხარდაჭერა აი მარტო მაგითი თქვენგან სუპორტი ყველა გჭირდება ხალხო და სუპორტეთ ეს ყველაზე მარტივი ყველაზე მაგარი ძმები რა მე ესეთი მაგარი ბლოგი თუ რაც არის რაც ქვია მას მე არ ვიცი იმიტომ რომ გვიყურებ თქვენ წარმოგიდგენთ სამი ის მაგდანა აუ იმ პირობებში რომ გეზარება თან ყურება რაღაც იმ პირობებში რომ მეძებ და არა ვარ არასოდეს იმ მდგომარეობაში რომ შეგიძლია რამეს უყურო რაღაცა ხანგრძლივი პერიოდი მაგრამ მაინც მაგას მოყარხართ მაგრამ შეგიძლია ჩართო და რამე აკეთო მე მაგალითად პოდკასტებს ვთავ და ხატავ მე არ ხატავ რა მუსიკას ვერ გავაკეთებ პოდკასტთან გამოძერწე ბიჭო Spotify-ს ხარო იშვიათად ამბობს რა არის ანუ რამე გვინდა რომ გვირჩიო მუსიკა ან რეები გაქვს ბოლო დალაიქებული რომ იმიტომ ხალხი გთხოვს რომ არტისტი რომ მოდის რომ აი რამე გვირჩიოს რა ნუ რაც ეხა სადაც გივასება მე გირჩევდით ვიმანას კომპილაციას რა ალახის შემდუღებლები ეს არის პირველი კომპილაცია ვიმანასი დევ Spotify-ზე რა თქმა უნდა კი მაგას ლინკსაც დავაშიარე კარჩი მე იმინა არა კიდე მეორე კომპილაციას მე პირველიდან დავიწყოთ ვისაც მოეწონება მე შევიდა მეორესაც მიყვეს და მესამესაც და კარჩი მე ფან-კლუბი ვარ ვიმანასი და ისა რა ქვია ხო რა მინდა რომ ბევრი შეხოს ვისაც აქვს სადღაცას მაგ მართულებაში სურვილი
რომ მოვიდეს იმაში, რა ქვია. უი, ისე შეიძლება ძალიან ისეთი სულელური კითხვაა და უნდა ვიცოდე, მაგრამ აბა, ვიმანა რას ნიშნავს? იმანა ნიშნავს flying object. ინგლისურად? თუ ინდურად. Flying object. ძალიან კარგი კონცეფცია. UFO რა. Okay. So. UFO. Wow. აი? კი, ლოგოც გვაქვს აგერ, ხო. ლოგო ჩამდა მთელი ის. მაგარ მიყვარხარ ძმებო. მიყვარხარ და მჭირდებით.